გამარჯობა, მოგესალმებით. მოკლედ როგორც თქვენმა მასწავლებელმა გითხრათ, მე ვარ გიორგი ჯავახაძე. თქვენს თანატოლებს ვასწავლით თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში. მეც უკვე დიდი ხანია სკოლაში მუშაობ მასწავლებლად. მე მოვედი თქვენთან ასეთი მისიით. ჩვენ შეხვედრას მე დღეს დავარქვი ესეთი პირობითი სახელი რუსთაველი უპირველეს ყოვლისა. ახლა ეს რა არის? გალაქტიონს აქვს ლექსი პოეზია უპირველეს ყოვლისა და მე ცოტა შევცვალე, გავკადნიერდი და ცოტა შევცვალე, რადგან ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოეზია და რუსთაველი ამ ქვეყანაში არის ერთი და იგივე. მოვედი ასეთ მისიით, მე ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ სოფლიო ლიტერატურა არის ძალიან დიდი. და რა ადგილი შეიძლება ეჭიროს რუსთაველს სოფლიო ლიტერატურაში? და მე თამამად ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვამბობ, რომ უმთავრესი. პირველი. ამ თქვენ სანაზე რო ვთქვათ, ყველაზე მაგარია. მაშინ ახლა თქვენ შეიძლება მკითხოთ, თუ ყველაზე მაგარია, რატო არ აღიარებს ამას მთელი მსოფლიო? ამას აქვს ერთი ობიექტური მიზეზი. ჩემო კარგებო, ჩვენ საუბრობთ ენაზე და ვეფხისტყაოსანი არის დაწერილი ისეთ ენაზე, რომელსაც ჩვენ გარდა სამწუხაროდ ვერავინ ვერ კითხულობს. ქართულ ენას ჩვენ გარდა ვერავინ ვერ კითხულობს. ჩვენ არ აგვყავს მონათესავე ენები. ქართველურ ენათა ოჯახი არის მხოლოდ ცალკე. აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან გვიჭირს ვთარგმნოთ ვეფხისტყაოსანი სხვათა ენაზე ისე, რომ მისი თუნდაც 10% მაინც გასაგები იყოს სხვებისთვის მისი ხარისხის. თუმცა მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი ვეფხისტყაოსანი. საერთოდ ერთი რამე მინდა გითხრათ, ლიტერატურული ნაწარმოებები და განსაკუთრებით პოეზია, როგორც ხელოვნების ყველაზე მაღალი დარგი, სამწუხაროდ არ ექვემდებარება თარგმანს. თარგმანი ხდება, რასაკვირველია, მაგრამ თარგმანში ყველაზე კარგი პოეტური ნაწარმოებიც კი წარმოადგენს მის 2% სინამდვილეში. ძალიან რთულია პოეტური ნაწარმოებების თარგმნა. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ დავწმუნდეთ, რომ ვეფხისტყაოსანი ყველაზე მაგარია, მაშინ ჯერ უნდა დავწმუნდეთ, რა ადგილი უჭირავს მას ჩვენს კულტურაში საერთოდ. ამაში მე თქვენი დარწმუნება საერთოდ არ გამიჭირდება, გეტყვით მხოლოდ ერთ ფაქტს. რუსთველოლოგია არის ცალკე მეცნიერება, ანუ ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორს შეისწავლის ცალკე მეცნიერება, რომელსაც ეწოდება რუსთველოლოგია. რუსთველოლოგია საფუძველს იღებს 1712 წლიდან. ჩვენ მყავდა მეფე ვახტანგ მე-6, რომელიც იყო ალბათ პირველი, რომელმაც სრულიად გაიაზრა თუ რასთან ქონდა საქმე ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა დაბეჭდილიყო. ამიტომ მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოში შემდგარიყო სტამბა, პირველი სტამბა საქართველოში შედგა 1709 წელს და 1712 წელს ჩვენ გვაქვს პირველი ბეჭდური ვეფხისტყაოსანი. იქამდე გვაქვს მხოლოდ ხელნაწერები. ამ ვეფხისტყაოსნის ღირსება არ არის იმაში მხოლოდ, რომ ეს არის პირველი ბეჭდური ვერსია, ამის ღირსება არის იმაში, რომ ვახტანგ მე-6 გახლავთ პირველი რუსთველოლოგი, რომელმაც ტექსტი, ვეფხისტყაოსნის ტექსტი გამოსცა საკუთარი განმარტებებით, ანუ დაურთო მას კომენტარები. აქედან იწყება მეცნიერება, რომელსაც ქვია რუსთველოლოგია. და ახლა მე თქვენ გეტყვით ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, რომელთაც მე მგონია, რომ თქვენ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ჩვენს კულტურაში ვეფხისტყაოსანზე მნიშვნელოვანი მოვლენა უბრალოდ არ არსებობს. 1712 წლიდან დღემდე თქვენი აზრით დაახლოებით რამდენი სამეცნიერო ნაშრომი შეიძლება დაწერილიყო ვეფხისტყაოსანსა და მისი ავტორის შესახებ? რიცხვი მითხარით უბრალოდ. პირდაპირ თქვი საყვარელო არ უნდა ის 100,000 ძალიან ბევრია. 10,000 სამეცნიერო ნაშრომი. 10,000 სამეცნიერო ნაშრომი ნიშნავს იმას, რომ ამაზე მეტი ქართველებს არაფრის შესახებ არ გვიფიქრია. ალბათ ერთადერთი თავისუფლების შესახებ გვიფიქრია ცოტა მეტი. იმიტომ რომ სულ დაპყრობილები ვიყავით და ამიტომ. ხოლო ფაქტია. ხოლო წერილობითად ვეფხისტყაოსანზე მეტი არ დაგვიწერია არაფრის შესახებ საერთოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ახლა ცოდვა გამხერილი ჯობს და ჩვენ ქართული კულტურა არა ვართ მაინდა-მაინც მწერალი კულტურა. ახლა რას გულისხმობ ნახეთ? ჩვენ საისტორიო წყაროებს რო გადავავლოთ ჩვენ თვალი, ხო გვაინტერესებს არა რა არის ჩვენი წარსული და ამისთვის ჩვენ გვაქვს ისტორია. აი მაგალითად აღმოვაჩენთ, რომ სომხურ საისტორიო წყაროებში გაცილებით მეტია დაწერილი საქართველოზე, ვიდრე თვითონ ქართულად. ეს ძალიან უცნაური ფაქტია დღემდე ჩემთვის და ვერ ამომიხსნია რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ფაქტი ასეთია.
აი მაგალითად დავით აღმაშენებლის ისტორია არის 10 გვერდი. ნუ წარმოიდგინეთ აი A4-ის ფორმატის 10 გვერდი. თამარ მეფის ისტორია 13. და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვეფხისტყაოსნის შესახებ დავწერეთ 10,000-მდე სამეცნიერო ნაშრომი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. თუმცა მიუხედავად ამისა, რომ 10,000 სამეცნიერო ნაშრომი დავწერეთ, ანუ რამდენი ვიძებეთ ვიკვლიეთ, მე გადაჭრით, ისე რომ დავიფიცო და თავი დავდო, ერთი ფაქტიც კი არ შემიძლია მოგიყვანოთ ვეფხისტყაოსნის ავტორის ბიოგრაფიიდან. დადასტურებულად არაფერი არ ვიცით. ესე იგი, ეს კაცი სადღაც გაქრა. ან გააქრეს. რატომ შეიძლება გაეკროთ? ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ, ვიტყვით ამის გარკვეულ მიზეზებს დავასახელებთ. მაგრამ ახლა მე თქვენ მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რატომ შეიძლება იყოს ეს ნაწარმოები ყველაზე დიდი მსოფლიოში. ბავშვებო, ლიტერატურული ნაწარმოებები საერთოდ ხელოვნება, ეს არის ცოცხალი პროცესი. ცოცხალი პროცესი ნიშნავს იმას, რომ ადამიანები აკეთებენ ამას და გვანან ადამიანებს. ლიტერატურული ნაწარმოებები, რითი გვანან ადამიანებს. ლიტერატურა ადამიანი მაგალითად შეიძლება მოხუცდეს, მოძველდეს და გარდაიცვალოს. ხო? კი, დაიბადოს და დაიკარგოს. ასე ყოფილა ლიტერატურული ნაწარმოებების ბედი. ლიტერატურული ნაწარმოებიც თურმე შეიძლება დაიბადოს, იყოს ძალიან პოპულარული, მაგრამ მე მოძველდეს და მოკვდეს. მე-20 საუკუნეში უამრავი მწერალი არსებობდა საქართველოში, რომელიც მისი გამოცემისას ძალიან პოპულარული იყო და ის წიგნები წარმოადგენდა ბესტსელერებს. კითხულობდა ხალხი. მაგრამ დღეს რომ ჩვენ ქუჩაში ხალხი გავაჩეროთ და ვკითხოთ ზოგიერთი ქართველი მწერლის სახელი და გვარი, ალბათ არც არავის აღარ ახსოვს. ხდებოდა ასე. ესე იგი ლიტერატურული ნაწარმოებები შეიძლება მოკვდნენ. თუ შეიძლება გაცოცხლდნენ. შეიძლება გაცოცხლდნენ ლიტერატურული ნაწარმოებები. მაგალითად, მიხეილ ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტა თავისი დაწერიდან 25 წლის შემდეგ გაცოცხლდა. თაროზე იდო იქამდე. იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში მისი გამოცემა არ შეიძლებოდა რაღაც პერიოდამდე და მერე გაცოცხლდა. მაგრამ ლიტერატურული ნაწარმოები გაცოცხლდეს 5 საუკუნის შემდეგ. ასეთი რამე მსოფლიო ლიტერატურაში არ მომხდარა ვეფხისტყაოსნის გარდა. რას ნიშნავს გაცოცხლდეს 5 საუკუნის შემდეგ? ვეფხისტყაოსნის დაწერის პერიოდს ჩვენ დაახლოებით ასე ვანგარიშობთ. ეს უნდა იყოს 1188 წლიდან 1210 წლის პერიოდში შექმნილი ნაწარმოები. ესე იგი, თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქორწინებიდან თამარის გარდაცვალებამდე. აი ამ პერიოდში უნდა იყოს ეს ნაწარმოები შექმნილი. თუმცა 1590 წლამდე, ესე მე-16 საუკუნის ბოლომდე, ჩვენ არანაირი წერილობითი წყარო ვეფხისტყაოსნის ტექსტისა არ გაგვაჩნია. ხვდებით რას ნიშნავს ეს? ესე იგი, 5 საუკუნის განმავლობაში უბრალოდ ეს ტექსტი არსად არ ფიქსირდება. მე-16 საუკუნის ბოლოდან არის რაღაცა ნაწყვეტები, მე-17 საუკუნეში გვაქვს ჩვენ პირველი სრული ვერსია ვეფხისტყაოსნისა. ესე იგი, 5 საუკუნის შემდეგ გაცოცხლდა ეს ნაწარმოები. ახლა გაცოცხლდა კი ბატონო, კარგი გაცოცხლდა, მაგრამ ახლა ყველაფერს აქვს თავის საზღაური. ხომ შეიძლებოდა გაცოცხლებულიყო ნაკლოვანად? არა, სრული სახით გაცოცხლდა. რას ნიშნავს სრული სახით გაცოცხლდა? ახლა თქვენ წინ ზის ადამიანი, რომელსაც როცა თავისუფალი დრო ეძლევა, სულ კითხულობს ვეფხისტყაოსანს. სიამოვნებისთვისაც და საქმისთვისაც. ბევრი სხვადასხვა პერსპექტივიდან წამიკითხავს ეს წიგნი მე და ერთხელ წავიკითხე ამ პერსპექტივიდან, რომ მოდი აბა იქნებ ვიპოვო რაიმე ადგილი, რომელიც მეორე ადგილს ლოგიკურად არ ებნის. აი რაღაცა დაკარგულია იქ ამბავი. არ არის ასეთი. არაფერი მსგავსი. რო შეატყოს ადამიანმა, რომ აი ეს ამას არ ებნის ამბავი. ჩვენ გვაქვს ასეთი ტექსტები იმ პერიოდის საქართველოსდან, მაგალითად იმ პერიოდის საქართველოსდან ჩვენ ვიცნობთ რამდენიმე ტექსტს, ეს არის მაგალითად ამირან დარეჯანიანი, მოსეხონელი იყო ასეთი ავტორი. გვაქვს მისი ნაწარმოები ამირან დარეჯანიანი, ვარაუდობთ, რომ ეს უნდა იყოს გარკვეულწილად თარგმანი რაღაც სპარსული სარაინდო რომანისა და მასში ჩართული ქართული სარაინდო ამბები ამირანის შესახებ. მაგრამ ძალიან რთული არის თავი დავდოთ იმაზე, რომ ეს ტექსტი სწორად გვაქვს დალაგებული. ესე იგი, დღემდე ვერთან ხვდებიან მეცნიერები, ეს თავი ამას უნდა მოსდევდეს თუ რაიმე სხვა ადგილი უნდა ეჭიროს. ესე იგი, დაკარგულია რაღაც ამ ტექსტში, ნაკლოვანია ეს ტექსტი. გვაქვს აბდულ მესიანი მაგალითად. იოანე შავთელის.
ისიც კი ვერ გავარკვიეთ ზუსტად ვისზეა ეს ტექსტი დაწერილი. დავით აღმაშენებელზე, თამარის მეუღლე დავით სოსლანზე ძალიან რთული სათქმელია. აქედან გამომდინარე ვეფხისტყაოსანი ამითაც ძალიან დიდია, რომ როგორც ჩანს, მან მოახერხა მისსავე ეპოქაში დაერწმუნებინა ქართველები იმაში, რომ ეს ტექსტი წმინდად უნდა გადარჩენილიყო. და 5 საუკუნის განმავლობაში ეს ტექსტი სადღაც ისე ინახებოდა და მოდიოდა ჩვენამდე, რომ არ ვიცოდით ჩვენ ეს. და გაცოცხლდა ხალხო ისეთი ენერგიით, რომ დღემდე ყველა ჩვენგანი ცდილობს რაღაცით მიუახლოვდეს ამ ტექსტს, რაღაცით მასთან იყოს ასოცირებული. ვეფხისტყაოსანი რომ სოფლიოში ყველაზე დიდია, ამაში მე თქვენ დაგარწმუნებთ კიდევ იმითაც, რომ ვეფხისტყაოსანი წარმოადგენს 1660-მდე სტროფს, 4 ტაეპებს, ხო? ყველა ტაეპი 1600-ვე სტროფში დაწერილია ზუსტად ერთი და იგივე მარცვალთა რაოდენობით, ერთის გამოკლებით. ერთი არის 20 მარცვლიანი სტროფი. ახლა როგორ ფიქრობთ თქვენ, კაცმა რომელმაც 1600 ტაეპი დაწერა 16 მარცვლით, ის ერთი რატო ვერ დაწერა? რასთან გვაქვს ჩვენ საქმე? მე ვარაუდობ, რომ ვეფხისტყაოსნის ავტორმა ჩვენ გვეხუმრა და იქ ჩადო რაღაც ისეთი, რაც აინტერესებდა ჩვენ თუ გამოვიცნობდით. იმიტომ რომ მე მისმენია ერთი ძალიან საინტერესო განმარტება, რაც ძალიან მომეწონა. თუნდაც არ იყოს ჭეშმარიტი და საერთოდ ლიტერატურაში ხშირად ხდება ასე, ჭეშმარიტებას ვერ მივაგნებთ. 2-ჯერ 2 4-ს არ უდრის ლიტერატურაში. არც ერთ ლიტერატურაში. ეს სამწუხაროდ საბედნია, რომ მეორე საკითხია, მაგრამ ასეა. ამიტომ ხანდახან შეიძლება თეორია, რომელიც არ იყოს მართალი, ძალიან იყოს მომხიბვლელი ლიტერატურასთან დაკავშირებით და მე მომისმენია ასეთი განმარტება, რომ ეს 20 მარცვლიანი არის, იმიტომ რომ აქ წერია სიტყვა სიუხვე. ამ სტროფში არის ერთი სიტყვა სიუხვე და შეიძლება რუსთაველმა ასე ივარაუდო, რომ ახან სიუხვე წერია, მოდი ვიქნებ მეც უხვი და 16 მარცვლის მაგიერ დავწერ 20 მარცვალს თითო ტაეპში. მაგრამ მთელი ჯადოქრობა აქ არ მთავრდება. 1600 ტაეპი რო არის დაწერილი 16 მარცვლით. ახლა ქართული ენა კი დიდია, უზარმაზარია, მაგრამ მაინც სასრული რაოდენობაა ქართული ენა. სასრულია მისი ლექსიკური შესაძლებლობები. როგორ შეიძლება იპოვო იქ იმდენი სიტყვა, რომელიც გამოგადგება მაინც და მაინც 16 მარცვლის ასაწყობად 1600-ვე სტროფის 4 ტაეპში, მაგრამ მან იპოვა და მაგრამ ჯადოქრობა აქ არ მთავრდება. მთელი ჯადოქრობა დევს იმაში, რომ 1600-ვე სტროფის ყველა ტაეპი დაწერილია 3 ტიპის საზომით. ან არის 3-5, მერე შუაში გაყოფა 3-5, ან არის 5-3-5-3, ან არის 4-4-4-4. და ჯერ მთლად სისტემა არ არის აღმოჩენილი, რის მიხედვით ყოფს ვეფხისტყაოსნის ავტორი ამ ესე იგი დაბალ და მაღალ შაირად თავის სტროფებს, მაგრამ ფაქტი ერთი რამეა, რომ სასწაულ მუსიკას ქმნის ის ამ 3 სალექსო საზომის მეშვეობით. ვეფხისტყაოსნის სიდიადეს განსაზღვრავს ისიც, რომ მივადგეთ მაგალითად რომელიმე ქართველს, რომელსაც ვეფხისტყაოსანი არ წაუკითხავს, მაგრამ გაუგია, დრო ქართველი. და წავუკითხოთ ვეფხისტყაოსანი. გამორიცხულია ხალხო, რომ ის რამეში შეეშალოს. და თქვას, რომ ეს ხო არ არის მუხრან მაჭავარიანი მაგალითად. არ არსებობს. ვერ შეეშლება. თუ ის ქართველია, იმ წუთში მიხვდება, რომ ეს არის ვეფხისტყაოსანი. ჩვენ კიდე ერთი კაცი გვყავს ასეთი, რომელიც ვერ შეგეშლება ვერავისში. გალაქტიონ ტაბიძე. ვერაფერ ვერ შეგეშლება ვერავისში და აი იცით როგორ არის საქმე? მე რო დაგარწმუნოთ თქვენ იმაში, რომ პოეტურ ტექსტების თარგმნა შეუძლებელია. აი გეტყვით ასეთ რაღაცას. გალაქტიონს აქვს ერთი პოეტური სახე. შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო, სულო ჭაობზე უნოტიესო. აი ესეთი ფრაზა. ახლა ჩვენ ავხსნათ ეს რა არის. ესე იგი წარმოიდგინეთ სული არის ყველაზე უხილავი და არამატერიალური რამ სამყაროში. მაგრამ წარმოვიდგინოთ ერთი წამით, რომ ჩვენ სულს შევძინოთ მატერია. ის იქნება ქალის მანდილზე უფრო მსუბუქი და გამჭვირვალე სული.
და ახლა აიღეთ და ძალიან ცუდად მოიქეცით ეს სული ეს მანდილი გამჭვირვალე ჩააგდეთ ჭაობში. და წარმოიდგინეთ რომ ჭაობის ეს მთელი წყალი და ეს მთელი ნესტი შეიწოვოს აი ამ მსუბუქესმა და გამჭვირვალე თავსაბურავმა. და მე აწიეთ როგორი მძიმეა. წარმოიდგინეთ? აი ასეთივე სიმძიმეს გრძნობს სულში galaktioni ადამიანად ყოფნის გამო. იმიტომ რომ ერთხელ მოვიდა ჯვარს ეცვა იდეალური ადამიანი ჩვენთვის, რომ ჩვენ მაინც მოახერხეთ იმის მერე ისეთ რაღაცებს ჩავიდინეთ, რომ ჩვენი სული პოეტისთვის ჭაობზე უფრო მძიმეა. ხო თქვენ წარმოიდგინეთ ჯერ ამის მოფიქრება ხო გინდა, მაგრამ მე ეს როგორ უნდა გადათარგმნო ისე რომ ეს რო გადათარგმნო სხვა ენაზე, მე 10 გვერდიანი განმარტება უნდა მოვაყოლო, რას ნიშნავს საერთოდ. რომც მოახერხოს სიტყვების მოძებნა და გადათარგმნო ის სხვა ენაზე. ესე იგი გამოდის ასეთი რამე რომ ვეფხის ტყაოსანი თავისი პოეტური ფორმით და ღრმა ფილოსოფიური შინაარსით უმთავრესი ლიტერატურული ნაწარმოებია კაცობრიობისათვის. ხო თქვენ შეიძლება დამისვათ კითხვა რომ კარგი გასაგებია მაგალითად პოეზია. და პოეზია რო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას ადასტურებს ჩვენი მუსიკა და სიმღერაც. აგერ ბავშვობიდან მოყოლებული თვალს ვადევნებ მუსიკალურ კონკურსებს ამ ქვეყანაში. ყოველ წელს იმართება 1, მერე 2, 10. არ მთავრდება ხალხო გენიალურად მომღერალთა რიცხვი არ მთავრდება ამ ქვეყანაში. მოდიან და მოდიან. იბადებიან და იბადებიან გენიალურად მომღერლები. ზოგიერთს აღარანაირი აკადემიური განათლება აღარ სჭირდება. იბადება გენიალურ მომღერლად. ასეთი არის. ესე იგი, პოეზია და მუსიკა არის ჩვენი საქმე. ხოლო ამაში კიდე რო დაგარწმუნოთ, გეტყვით ასეთ რაღაცას. მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურა არ არის მაინც და მაინც მრავალრიცხოვანი. მე ვგულისხმობ, ვინც ღირს ხსენებად, თორემ ბევრი წერდა. ჯამში ახლა ჩვენ რო გავიხსენოთ, ალბათ 20-მდე მწერალს გავიხსენებთ. აი ამ 20 მწერალში მე გავკადნიერდები და ილია ჭავჭავაძეს და აკაკი წერეთელს ერთი წამით გავწევ გვერდით და გეტყვით რომ 20 მწერალში მინიმუმ 2 არის უზარმაზარი გენიოსი, რომელსაც ლაპარაკიც არ სჭირდება. ნიკოლოზ ბარათაშვილი და ვაჟა ფშაველა. 20 კაცში 2 გენიოსი. ამ პატარა ქვეყნისთვის ეს უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე. გაცდა საქართველოს. აბსოლუტურად. ბარათაშვილი საერთოდ მე მგონი ყოფიერებასაც გაცდა, ბერანი რო დაწერა, გავიდა ყველაფრის გაღმა. და საერთოდ ქართულ ლიტერატურას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთგათვალისწინების ტრადიცია. აი მარტივად აგიხსნით. შეიძლება ჯერ თქვენ არ გისწავლიათ ბარათაშვილის ლექსი მერანი. ეს არის ქართული ლირიკული პოეზიის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი. იქ არის ასეთი სიტყვები. წარმოიდგინეთ მხედარი, რომელიც ის ცხენზე, ეს არის მერანი, მერანი არის ფრთოსანი ცხენი, პეგასია მერანი. და მერანმა იცის ერთადერთი გზა, დედამიწიდან ზეცისკენ. სხვა გზა მერანმა არ იცის. მერანით გვერდზე სოფელში ვერ წახვდა. პირველად როცა გამოჩნდა მერანი ბერძნულ მითოლოგიაში, ვინც შეჯდა ზედ, პირდაპირ გაფრინდა ზეცაში. არ იცის მერანმა სხვა გზა, მარტო ის გზა იცის. აი ამ ცხენზე ზის ბარათაშვილი, ბარათაშვილის ლირიკული გმირი. და იქ არის ასეთ სიტყვები. ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპარ ცაფლოვებს შორის, ნუ დამიტიროს სატრფო მგულისა, ნუ ღარ დამეცეს ცრემლი მწუხარის. ეს არის ფაქტობრივი წინასწარმეტყველება, იმიტომ რომ ბარათაშვილმა რაც დაწერა, ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, მასე მოხდა ემიგრაციაში, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანში გარდაიცვალა. ჩემსა წინაპარ ცაფლოვებს შორის, მისი პირველი საფლავი იყო იქვე, სადაც გარდაიცვალა და არ იყო ის მის ნათესავებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი გვარის წარმომადგენელი იყო. მაგრამ ბარათაშვილმა ეს სიტყვები წამოიღო ვეფხის ტყაოსნიდან. ახლა გავიხსენოთ ჩვენ ავთანდილის ანდერძი. ავთანდილის ანდერძი. ხო? წარმოიდგინეთ, თუ კი საწუთ რომ დამამხოს ყოლისა დამამხობელმან ღარიბი მოუკვდე ყარიბად, ნუ დამიტიროს მშობელმან, უღარ შემსუდროს გაზრდილთა და თუ ნუცა მომამისან დომელმან. ანუ ნახეთ, აიღო ეს გარკვეულწილად ჩვენ შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ ეს მერანზე რო კაცი ზის, ეს გარკვეულწილად შეიძლება ავთანდილი იყოს. ავთანდილი მე-19 საუკუნეში. მაგრამ ლიტერატურული ტრადიცია არ მთავრდება. ბარათაშვილს მერანში უწერია გარდამატარე ბედის სამძღვარი. მიმართავს ის თავის მერანს. გარდამატარე ბედის სამძღვარი. რას ნიშნავს გარდამატარე ბედის? გარდამატარე ბედის სამძღვარი არის რომ გავიდეთ ამ სოფლიდან. მე მზად ვარ
წავიდეთ ჩვენ ამ სოფლიდან. აი აქ დგას ბარათაშვილი. ამ სოფელსა და იმ სოფელს შორის დანის პირზე. ამის მერე მე-20 საუკუნეში, მე-19 საუკუნის ბოლოს იბადება გალაქტიონ ტაბიძე, რომელიც წერს ვეფხისტყაოსნის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს ქართული ლიტერატურისათვის. ეს არის მისი მეორე კრებული, დაწერილი 1919 წელს, რომელსაც ქვია თავის ქალა არტისტული ყვავილებით. ფრანგული სახელი ქვია ამ განოფლო არტისტიკ, ესე ქვია ამ კრებულს. ეს არის ქართული ლირიკული პოეზიის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც პირდაპირ გეტყვით ვერ განმეორდება, იმიტომ რომ 86 შედევრი ერთ კრებულში კი არა, პოეტები არსებობენ უზარმაზარი მნიშვნელობით სოფლიო ლიტერატურაში და 86 შედევრი, კი, 86 შედევრი ჯამში არა აქვთ და გალაქტიონს ბევრი შედევრი აქვს ძალიან. ძალიან ბევრი, დაახლოებით დათვალეს ქართველმა ლიტერატორებმა, რამდენადაც შეიძლება მის დათვლას 300-მდე ავიდნენ. თუმცა გალაქტიონს აქვს თუ არ ვცდები 300 შედევრია რასაც ამბობენ. თორე გალაქტიონს 12000-მდე ლექსი აქვს დაწერილი. ხო, რა თქმა უნდა. ხო და თან იქ დავამიდის, რომ ვიღაცა სხვა რამე გონია კიდე შედევრი. მაგრამ გალაქტიონმა ამ შედევრებს შორის დაწერა ერთი ლექსი, რომელსაც ქვია ლურჯა ცხენები. ლურჯა ცხენებს რო წაიკითხავთ, შეიძლება 1 წაკითხვით, 10 წაკითხვით, 100 წაკითხვითაც ვერაფერს ვერ მიხვდი ადამიანი, მაგრამ ხვდები რომ რაღაცა გენიალურთან გაქვს საქმე და კიდე ხვდები ერთ რამეს, რომ შენ რასაც კითხულობ, ეს ამ ქვეყნად მყოფი კაცის დაწერილი არ არის. ის კი არა იმ ქვეყნიურიდან მოსული კაცის დაწერილი, ეს გასაგებია, მაგრამ ამ ქვეყნად მყოფი არა ის კაცი, აღარ არის. ეს არის რო გავიდა კაცი ამ სოფლიდან, იმ სოფელში იქიდან არის დაწერილი. წარმოიდგინა ადამიანმა როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება იქ სიკვდილის შემდეგ. ანუ ბარათაშვილმა რო თქვა გარდამატარა ბედის სამძღვარი, გალაქტიონმა გარდაატარა ბედის სამძღვარი ლურჯა ცხენებს და გავიდა იმ სოფლად და იქიდან დაწერა. აი ეს არის ლიტერატურული ტრადიცია. წარმოგიდგენიათ როგორ კითხულობენ პოეტები პოეტებს. ჩვენ დაუბრუნდებით მე ლიტერატურულ ტრადიციებს აუცილებლად. ახლა უბრალოდ თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ ეს ყველაფერი გასაგებია. გასაგებია მუსიკა, გასაგებია პოეზია, მაგრამ ამბავი რა არის ახლა იქ ასეთი გენიალური. კაცს უყვარს ქალი, ქალს უყვარს კაცი. მე ისინი ერთმანეთისთვის თავს გაწირავენ. ხო თქვენ შეიძლება მითხრათ, ეგ ხო კაცო, სოფლიო ლიტერატურაში ყველგან ეგრეა. ბულვარული რომანები რაც არის, ყველგან მასე არის ახლა სიყვარულზე არის და საერთოდაც არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი ამბობდა, რომ საერთოდ 4 სიუჟეტი არსებობსო. და რამდენიც არ უნდა ეძებოთ, მეც ვერ იპოვითო. და მართლა ასე არის 4 სიუჟეტი, მეორდება და მეორდება, ეს არის ალყაშემორტმული ქალაქი, რომელშიც ყველა მიცის, რომ ეს ქალაქი დაეცემა, მაგრამ მაინც იცავენ. ეს არის პირველი ევროპული ლიტერატურული ნაწარმოები ჯერჯერობით ნაპოვნი, ეს არის ჰომეროსის ილიადა, ამასაც დავუბრუნდებით ჩვენ. მე არის მოგზაურობის ამბავი, წასვლის და შინ დაბრუნების ამბავი, ოდისეა, მაგრამ ვეფხისტყაოსანიც ეს არის. ალყაშემორტმული ქალაქიც გვაქვს ვეფხისტყაოსანში, რომელიც ვიცით, რომ დაეცემა ქაჯეთის სახით. თუმცა არ გულშემატკივრობთ. ხო, არის ასევე, ესე იგი, თავგანწირვის ამბავი და ასევე არის მეოთხე ამბავი განძის ძიება. რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი. 4-ვე გვაქვს ჩვენ ვეფხისტყაოსანში. ვეძებთ განძს, ჯერ ავთანდილი ეძებს სტარიელს, მე ერთად ეძებენ ნესტანს, თავარ განძს. გვაქვს ალყაშემორტმული ქალაქი, გვაქვს თავგანწირვა, რა თქმა უნდა და გვაქვს მოგზაურობა და შინ დაბრუნება. ხო, მაგრამ ახლა თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ ხო, სოფლიო ლიტერატურაში ხო ყველგან არის ეს ამბები. ანა გამარჯობა. ხო, ყველგან არის ეს ამბები და ახლა რა არის ამაში ასეთი განსაკუთრებულიო. მივადგეთ ამბავს და გავიგოთ რა არის განსაკუთრებული. ამბავი იწყება ასე, რომ ერთი კაცი გადაწყვეტს, არაბეთის მეფე, როსტევანი, გადაწყვეტს, რომ თავისი ქალიშვილი თინათინი აიყვანოს ტახტზე. ხო? იტყვის ამას თან ცდილობს, ასე რომ ვთქვათ, მოაწონოს ეს აზრი ვეზირებს, მე არ მესმის, რომც არ მოწონებოდათ, ვინდა უშლიდა. მაგრამ ნუ მაინც ცდილობს, რომ აი ეუბნება, რომ მე გარდავსულ ვარ სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა ხვალე მოუკვდები, სოფელი ასრე მქმნელია. ამას იძახის კაცი, რომელიც 5 წლის მერეც კაიჯანზეა. და ამას იძახის კაცი, რომელიც მეორე დღეს იტყვის, ჩემზე მაგარი მეომარია ამ ქვეყანაში არავინ არ არისო. მაგრამ არ გამოუვა. ხო და ნუ დაეთანხმებიან, ქალი ტახტზე ავა.
ახლა დავაკვირდეთ ერთ რამეს. არაბეთი არის სახელმწიფო, რომელშიც არ არის პრობლემა. არავით არის. არაბეთს ყავს შესანიშნავი მხედართმთავარი ავთანდილი. ეს კაცი არის შესანიშნავი მხედართმთავარი, ოღონდ ხმალი არ მოუქნევი არასდროს. დააკვირდით. ავთანდილის მოქნეულ ხმალს ჩვენ ვერ ვნახავთ, სანამ გულანშაროში წასასვლელად, მას რა ქვია, მეკობრეებს არ შეებრძოლება. არ ვიცით იქამდე ჩვენ ავთანდილი როგორ ომობს, მაგრამ მაგარიაო გვეუბნებიან და ალბათ უნდა დავუჯეროთ. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ არაბეთს არავისთან არაფერი საომარი არ აქვს. იმიტომ რომ წერია, რომ როსტევანი არისო ღვთიკურთხეული, მაღალი, უხვი, დაბალი, თავდაბალი მეფე და თან ღირსებებით შემოსილი, რომელიც ხალხს ძალიან უყვარს, მასაც ძალიან უყვარს თავის ხალხი, მორჭმული, გამგებიანია, სამართლიანია. ეს იდეალური სახელმწიფოა. აი გაიხსენეთ აბა მისი მეორე მეფე ინდოეთის. ერი არა დახასიათებული. იქ წერია, რომ კაი მეომარია. მაგრამ მაღალია, უხვია, დაბალია და სამართლიანია და ამაზე კაი კაცი არ არისო, ფარსადანზე ეგეთი რამე იქ არ წერია. ხო და ახლა გეკითხებით მე თქვენ ასეთ რაღაცას. კაცო, თუ პრობლემა არ არის არაფერი. რატო უნდა წავიკითხო ეს წიგნი? ესე მე რო ახლა წიგნი დავწერო, სადაც ვიტყვი, რომ ამ წიგნში არავის ერთმანეთთან პრობლემა არავინ არავის არ ებრძვის, არავის არავისთან პრობლემა არ აქვს. რატო უნდა წავიკითხო ეს წიგნი? თუ არავის არავინ არაფერს არ უშავებს. რატო უნდა წავიკითხო ეს წიგნი? ამიტომ აბა ინტრიგა ხომ უნდა იყოს რაღაც. თუ ინტრიგა არ იქნება, რას წავიკითხავთ? რომ აი არავინ არაფერს არ უშავებსო, ომი არ არის რაღაც ეგეთი. სხვა რაღაცები ხო შეიძლება იყოს ტექსტში მარტო ომი ხო არ არის. არა, რასაკვირველია, მაგრამ არანაირი ინტრიგა არ არის. მიხვდი? ამიტომ თხრობა ვერ დარჩება არაბეთში. მიხვდით? თხრობა ვერ დარჩება არაბეთში. მაშინ რატო იწყება არაბეთით? აი დავაკვირდეთ ახლა ჩვენ რას გვეუბნება რუსთაველი. ესე იგი, ამ კაცმა თავის ქალიშვილი გაამეფა, ტახტზე აიყვანა. ახლა ეს ძალიან რთული ამბავია. ჩვენ ვიცით ხო ეს რომელი ისტორიულ რეალობას ასახავს რა თქმა უნდა თამარის გამეფება საქართველოში. რომელიც არ იყო მარტივი საქმე. ჩვენ კი გონია რომ ახლა იდეალური საქართველოა და რა თქმა უნდა, მაგრამ ასე მარტივი ეს ამბავი არ ყოფილა. და ასე იავარდით მოფენილი არ ყოფილა მაშინდელი ქართული სამეფო კარის საქმე. ახლა გეტყვით რატომ? ჩვენ გვყავს ალბათ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კაცი დავით აღმაშენებელი, რომელმაც შექმნა ეს ქვეყანა საერთოდ. მეორე მნიშვნელოვანი კაცი არის ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ეს შექმნილი ქვეყანა მკვდარი გააცოცხლა, სული შთაბერა. მკვდარს სული შთაბერა და გააცოცხლა. მაგრამ შექმნით ეს ქვეყანა შექმნა დავით აღმაშენებელმა. ბაგრატიონებმა დაიწყეს მე-10 საუკუნეში გაერთიანებით, დიდი საქმე იყო ეს, გრიგოლ ხანძთელის როლიც დიდია ამ ყველაფერში. თავის მოგზაურობით და ახალი ცენტრის შექმნით ქართლისათვის, მაგრამ ეს საქმე დაასრულა დავით აღმაშენებელმა. და როცა როგორც ისტორიაში არის ეს წესია, ჟანრის კანონი არის ესეთი, როდესაც დიდი მიდის, მე რაღაც პატარა არეულობებს აქვს ხოლმე ადგილი. და როდესაც დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა, მის ტახტზე ავიდა მისი ვაჟი დემეტრე პირველი, რომელიც დავითს როგორც აღწერს იყო არაჩვეულებრივი მეფე, არაჩვეულებრივი მეომარი და ყველაფერით შემკული კაცი, რომელიც უნდა ასულიყო ტახტზე, ავიდა კიდევაც დემეტრეს ყავს ორი ვაჟი, დავითი და გიორგი. ქართულ საისტორიო წყაროში წერია პირდაპირ ყველანაირი განმარტების გარეშე, რომ დემეტრესო თავისი უმცროსი ვაჟი, ანუ გიორგიო უფროს ერჩივნა. ცოტა გაუგებარი სიტყვებია, ერჩივნა რაში ერჩი ფეხბურთის თამაშში? ხო, რაში ერჩივნა, არ ვიცით რაში ერჩივნა. მაგრამ ასე წერია. ხო, დაეტყობა იგრძნო დავითმაც, დავით მეხუთემ, მისმა უფროსმა ვაჟმა, რომ ამას ის ურჩევნია და შემთხვევით ის არ გაამეფოსო და აუჯანყდა მამას. დროზე ადრე მოინდომა ტახტზე ასვლა. საერთოდ ქართულ ისტორიაში რო კითხულობ, ესეთი განცდა გაქვს, რომ მეფე კვდება და მე ადის მეფე ტახტზე, მაგრამ ქართულ ისტორიაში ასე არაა მთლად. ხშირად მომხდარა, რომ თავის სიცოცხლეშივე გაუმეფებიათ თავისი შვილები. მაგალითად გიორგი მეორემაც ასე გააკეთა დავითის სიცოცხლეშივე გამეფდა. ხო და დავითმაც დემეტრე პირველი მოსაყდრეთ სიცოცხლეშივე გამოაცხადა. ასე ვთქვათ, სიცოცხლეშივე დაუთმო ტახტი, მაგრამ გარდაცვალების მერე გამეფდა. მაგრამ ეხლა უყურეთ რაში არის საქმე. მოკლედ აუჯანყდა თავის უფროსი ვაჟი დემეტრეს. პირველად აჯანყება დამთავრდა წარუმატებლად და დემეტრე პირველმა დაიჭირა თავის შვილი. დილეგს ჩასვა, მაგრამ მერე აპატია და გამოუშვა. დავით მეხუთემ ის კი არ თქვა, რომ უი ბოდიში და მეც აღარ ვიზამ. არა, გაითვალისწინა მისი წინა შეცდომები და მეორედ ეს შეცდომები აღარ დაუშვა. მეორედ აჯანყდა წარმატებით. და დემეტრემ დათმო ტახტი.
დათმო, იმიტომ რომ ალბათ მეტი საფეოდალო და თავადაზნაურობის დიდი ნაწილი უჭერდა მხარს დავით მეხუთეს. და სამოქალაქო ომის ატეხვას ალბათ ამჯობინა დემეტრემ დაეთმო ტახტი და წავიდა იქ, სადაც მიდიან ხოლმე ასეთ დროს ადამიანები მონასტერში. მაგრამ აი ესე ტრიუმფით ტახტზე ასული დავით მეხუთე ერთ წელიწადში სასიკვდილოდ უხდება ამ კაცს საქმე. ხო, ჩვენ რო ვივარაუდოთ, რომ ამ კაცს რაიმე სჭირდა, კი გასაგებია, შეიძლება რაიმე სჭირდა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, იმიტომ რომ ახლა აჯანყება მოაწყო კაცმა 2. ავადმყოფი რო ყოფილიყო, ამას ვერ შეძლებდა. არ დაუჭერდნენ ქართველი თავადაზნაურები მას მხარს. ამიტომ ერთ წელიწადში ამ კაცს უხდება თავის სასიკვდილოდ. ხდება რომ ბევრი დღე აღარ დარჩენია, ხდება რომ ტახტზე ავა მისი უმცროსი ძმა გიორგი მესამე. ამიტომ მას ყავს ვაჟი. ესე იგი, დავით მეხუთეს ყავს შვილი, დემნა უფლისწული, რომელიც რანგით იქნებოდა დემეტრე მეორე, რომ გამეფებულიყო. მაგრამ დემნა როგორც ჩანს, დავით მეხუთის გარდაცვალების დროს არის ძალიან პატარა. შეიძლება შვილიც კი, იმიტომ რომ წერია რომ ხელიდან ხელში გადასცა გიორგისო. ხო და დაიბარა თავისი ძმა დავით მეხუთემ და დაადებინა ფიცი სამეფო კარის წინაშე, რომ ის გაამეფებს დემნას, როდესაც დემნა გახდება სრულწლოვანი. გიორგი მას დაიფიცა. ახლა რა უნდა უყოს ამ ფიცს გიორგი მესამემ კაცმა, რომელსაც არ უნდა რომ დემნა გაამეფოს. რთულია ახლა ალბათ სამეფო ძალაუფლების დათმობა. ქართულ საისტორიო წყაროებში წერია, რომ მამა დემეტრე პირველი დაბრუნდა მონასტრიდან, დაჯდა ტახტზე და მან გადასცა თავის ვაჟს გიორგი მესამეს ტახტი, ანუ ის გაათავისუფლა ფიცის ვალდებულებისაგან. ესეც ძალიან უცნაური ჩანაწერია ხალხო, ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ რას ნიშნავს დაბრუნდა, როგორ უნდა დაბრუნდე ტახტზე და თანაც სუფთა ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით ეს ასე არ ხდება, კაცო. შენ მონასტერში რომ მიდიხარ, ამასოფლისათვის ვკვდები შენ და სხვა ცხოვრებას იწყებ, გაცოცხლდა სულიერად მკვდარი კაცი ძალიან უცნაურია. კი, არის. ხო, როგორც ჩანს, როცა ძალაუფლება სჭირდება, კანონებიც შეიძლება შეიცვალოს. მოკლედ, ასე მოხდა, მაგრამ როდესაც დემეტრე გაიზარდა, დემნა და მიხვდა დემნას მხარდამჭერები, დემნა არის სიძე ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ფეოდალისა, ივანე ორბელის. ასეთი კაცი იყო ივანე ორბელი, თვლიან რომ სწორედ მან მოწამლა დავით მეხუთე, გიორგი მესამის დავალებით. ძმამ მოწამლა. არის ასეთი ფაქტები საქართველოს ისტორიაში სამწუხაროდ ძალაუფლებას ყველაფერი მაიმუნობის ჩადენა შეუძლია. ხო, დემნამ ჩვენ ვახსენებთ და საითკენ მივდივართ. ხო და როცა დემნამ გააცნობიერა და ალბათ მისმა მხარდამჭერებმაც რომ დემნას აღარ გაამეფებს გიორგი, აჯანყდნენ გიორგი მესამეს წინააღმდეგ. თავიდან აჯანყება გარკვეულწილად წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ მერე გიორგი მოახერხა აჯანყების დამარცხება და აჯანყებულები ივანე ორბელის სიკვდილით დასაჯა, ხოლო დემნა დაასაჭურისა, თვალები დასთხარა და როგორც ამბობენ მონასტერში გაუშვა. ამის შემდეგ ახავს ტახტზე გიორგი მესამეს თამარი, თავის თანამეფედ 1169 წელს. ასეთი რთული გზა იყო თამარის გამეფების გზა საქართველოში. დღემდე არ არის ეს საკითხი გადაწყვეტილი ქართველ ისტორიკოსთა შორის, რომ უნდა გამეფებულიყო თუ არა თამარი თუ იქნება დემნა უნდა გამეფებულიყო, არ ვიცით ჩვენ ზუსტად არ აგვაქვს ეს გადაწყვეტილი, მაგრამ მე ახლა მინდა თქვენ გითხრათ, რომ ეს ორივე ამბავი, თამარის გამეფებისა და აჯანყების ამბავი, ორივე გვაქვს ჩვენ ვეფხისტყაოსანში. აი ტარიელი რა, ერთ ამბავში არ არის ინდოეთის ტახტისთვის ფარსადანს არ აუჯანყდება? ხო? ეს ჩანს იქამდეც მივალთ ახლა ჩვენ. მაგრამ ახლა მინდა ერთი რამე გითხრათ არაბეთის შესახებ. ესე იგი, არაბეთი არის იდეალური სახელმწიფო. კი. და როგორც იდეალურ სახელმწიფოებში ხდება ხოლმე, თუ ყველაფერი კარგადაა, თუ ეკონომიკა ვითარდება, თუ ქვეყანა უომარია და მშვიდობაა, ამ ქვეყანაში მწიფდება ხოლმე შესაძლებლობა იმისათვის, რომ გაჩნდეს იქ რაღაც ახალი ფილოსოფია. რომელია ეს ახალი ფილოსოფია? ქალი ადის ტახტზე. ეს სრულიად ახალი მოვლენაა. გესმით? ქალი ადის ტახტზე. ამის შესაძლებლობას იძლევა არაბეთის მდგომარეობა. ინდოეთშიც არის
ქალი, ერთადერთი ქალიშვილი ნესტანი ფარსადანისა, მაგრამ ფარსადანი იქ ასე მარტივად ვერ აკეთებს ამას. იმიტომ რომ ინდოეთი არ არის ისეთი მშვიდი და წყნარი ქვეყანა, როგორიც არის არაბეთი. ნახეთ, შედარება. ორი სახელმწიფო, ორი სხვადასხვა პერსპექტივა. ეს ორივე საქართველოა. ხო, არაბეთიც და ინდოეთიც. ორივე საქართველო არის. მაგრამ ახლა უყურეთ რა ხდება. ამის შემდეგ რატომღაც როსტევან მეფე მოიწყენს. გახსოვთ ეგ ადგილი. თამარი თინათინი გამეფდა, ნადიმია, ყველას უხარია და მეფე უცებ მოიწყენს, დაიღრიჯება. და ავთანდილი გადაწყვეტს გაარკვიოს მეფის მოწყენის მიზეზი, მაგრამ პირდაპირ ავთანდილი ვერ მივა და ვერ შეეკითხება. ამიტომ ავთანდილი დახმარებას თხოვს ასეთ კაცს, რომელსაც ქვია სოგრატი. ახლა უნდა გავარკვიოთ ვინ არის სოგრატი, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ხო არავის გაგონებთ ეს სახელი, სოგრატი. რას? ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე. კი, ძველ საქართველოში საერთოდაც სოკრატეს ერქვა სოგრატი. რატო შემოიყვანა ვეფხისტყაოსნის ავტორმა ბერძენი ფილოსოფოსი, ყველაზე ჭკვიანი კაცი, ასე მიჩნეულია ბერძნულ ფილოსოფიაში, თავის პოემის პერსონაჟად. რა შუაში არის აქ სოკრატე? ამის ჩვენ უნდა გავიგოთ სოკრატე რა ტიპია. სოკრატე არის ფილოსოფოსი, ოღონდ. თან ამავდროულად სოკრატე არის ძალიან ირონიული კაცი. აი როგორია ირონიული სოკრატე? ირონიული სოკრატე არის ასეთი. სოკრატე დადიოდა ბაზარში, აჩერებდა ხალხს, შეეკითხებოდა რა არის ჭეშმარიტება. ისინი ეტყოდნენ რომ ჭეშმარიტება არის ესა და ეს და სოკრატე ეტყოდა რომ იცი რა მე თვითონ არ ვიცი ჭეშმარიტება რა არის. მაგრამ აი რასაც შენებობ ეგ ნახდა და რა. თუ არ იცი რა ჭეშმარიტება ის რანაირად არ არის ასეთ ეს ადამიანები. აი ესეთი ტიპი იყო. ამიტომ ათენელებმა უთმინეს და მე ბოლოს ყველა ჭეშმარიტება რო დაუყენა ეჭქვეშ ამ კაცმა, მე საწამლავი დაალევინეს სოკრატეს და მოკლეს. უпроსტად თავის ნებით დალია სოკრატემ საწამლავი, იმიტომ რომ ფილოსოფოსი კაცი ახლა ხო არ იტყოდა რომ აი მეც აღარ ვიზამ და მაპატიეთ და ასე შემდეგ. თავისით დალია ეს საწამლავი სოკრატემ, მაგრამ ვეფხისტყაოსნის ავტორმა ეს სოკრატე გააცოცხლა თავის პოემაში. რა დანიშნულება აქვს ამ კაცს, რა უნდა იქ? სოკრატი რომ მივა როსტევანთან, ეუბნება ასეთ სიტყვებს. დაგიღრეჯია მეფეო, აღარ გიცინის პირიო. მართალ ხარ, წახდა საჭურჭლე, შენი მძიმე და ძვირიო. ყოველსა გასცემს ასული, შენი საბოძვარ ხშირიო, ყოველთა მეფეთ რადთასვი, თავსა რადიგდე ჭირიო. ახლა რომ გადმოვთარგმნოთ, ასე გამოვა, რომ შენო ესე იგი მოგიწყენიაო, იმიტომ რომ შენმა ქალიშვილმაო, თინათინმა, რომელიც ახლა შენ მეფეთ დასვიო, მთელი შენი ქონება გლახაკებს და ურიგა და შენ ეტყობა გეწყინა ეგ ამბავი და ძუნწი კაცი ყოფილხარ. ახლა მე თქვენ მარტივ რაღაცას გეტყვით, არაბეთის მთელი ქონების გაცემა არის შეუძლებელი, ესა უზარმაზარი იმპერიის ქონება კაცო. თანაც იქ წერია რომ თინათინმა გასცა თავისი ნაუფლის წულები, ესე იგი რაც გამეფებამდე რა დააგროვა ყულაბაში, ის გასცა, ესა ძალიან ცოტა სინამდვილეში. აბა რატო ეუბნება სოკრატე ამას? თანაც ნახეთ უყურეთ, თანაც ეს თვითონ როსტევანმა დაარიგა თინათინს. უხვი ახსნილსა დააბამსო უთხრა. ესე იგი რაც უფრო მობიერი და უხვი იქნები, მით უფრო კარგად დაგიჯერებს ეს ხალხი შენო და როსტევანმა თუ დაარიგა ჭკუა. მე ამან ის გააკეთა რაც როსტევანმა, როსტევანი რატო უნდა მოეწყინა ამის გამო, რატო უნდა წენოდა ეს. სოკრატე როსტევანს ეხუმრება. სერიოზულად გეუბნებით, ეხუმრება, ხო რო მეფეს ეხუმრება, აქვს ამის უფლება, იმიტომ რომ მეფეებს ყავთ ყოველთვის ერთი კაცი, მასხარა ტიპის ადამიანი, რომელსაც ხო აქვს მინიჭებული უფლება სიმართლის თქმისა. ოღონდ ისე უნდა უთხრას ეს სიმართლე და მეფე გააკრიტიკოს, რომ სხვები ამას ვერ მიხვდნენ. ახლა როგორია? ისე უნდა უთხრა მეფეს სიმართლე, თან ისე რომ არ უთხრა სხვების გასაგონად. ძალიან რთული ამას ჭირდება ყველაზე ჭკვიანი კაცი და ამიტომ არის სოკრატი ყველაზე ჭკვიანი კაცი. მაგრამ რა უთხრა სინამდვილეში მაშინ? რა გაიგო როსტევანმა ამის ნათქვამიდან? ახლა უყურეთ ლოგიკა როგორ ლაგდება. თუ შენ თქვი რომ გაეცი რაც შეიძლება მეტი და მე შენ გეუბნები რომ შენ ამ გაცემის გამო ესე იგი გული დაგწყდა და გამოდის რომ მე შენ არ გიჯერებ. ანუ მე ჭქვეშ დავაყენე შენი ერთი დებულება.
ესე იგი თუ მე ეჭქვეშ დავაყენე შენი ერთი დებულება, ეს ხო ნიშნავს რომ შენი მეორე დებულებაც შეიძლება დავაყენო ეჭქვეშ. ეს მეორე დებულება რა არის, იცით? ეს მეორე დებულება რომ ქალი უნდა გამეფდეს. ანუ სოკრატე ეუნება როსტევანს, შენ დარწმუნებული ხარ რომ სწორი ნაბიჯი გადადგი? ესე იგი შენ მართლა გჯერა იმ ფილოსოფიის, რასაც ამბობ, რომ ლეკვილო მისასწორია ზო იყოს უნდა ხარ, გჯერა მაგისი. ანუ შეძლებს თინათინი მართოს არაბეთი. ხო გავითვალისწინოთ რომ ეს არის შუა საუკუნეები. რას ნიშნავს რომ შუა საუკუნეები რატო აქვს ამას მნიშვნელობა? ამას მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ შუა საუკუნეებში მარტო ჭკუა არაა საკმარისი სამეფოს სამართავად. მაგრამ მაინც არაა თურმე თინათინის პერსონა საკმარისი არაბეთის სამართავად, იმიტომ რომ ეს არის შუა საუკუნეები, შუა საუკუნეებში ყველა თავის ძალაუფლებაზე იყურება, ამიტომ სამეფოს სჭირდება ძლიერი მმართველიც, არა მარტო გონიერი. ამიტომ სოკრატე მიანიშნებს როსტევანს, რომ შენ კიდე გაქვს საფიქრალი. ანუ უნდა იფიქრო იმაზე, ვინ იქნება სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი ძალაუფლების თვალსაზრისით. და როსტევანი იმ წუთში მიხვდება, რასაც ეუბნება სოკრატე და იმ წუთში ეტყვის, რომ მეო იმიტომ კი არ მოვიწყინეო და დავიღრიჯეო, რომ მეო ძუნწი კაცი ვარო. არაო, იმიტომ რომ სადამდეც ჩემი საბრძანებელენ ჩვენ სამეფო სადამდეც ვრცელდებაო, მეო კაცი ვერ ვიპოვეო, რომელსაც აქვსო სამამაცო ზნე. ხო რა არის ეს სამამაცო ზნე? სამამაცო ზნე არის ტერმინი შუა საუკუნეების ქართული ენიდან, რომელიც განმარტებულია შუა საუკუნეების ქართულ ფილოსოფიურ ტერმინთა ლექსიკონში, როგორც გასამეფებელი ადამიანისათვის აუცილებელი უნართა ერთობლიობა. ესე იგი, მეომრობა, სიმამაცე და გონიერება. როგორც კი სოკრატე ავთანდილის როსტევანი იტყვის, რომ მე ესე იგი ვეძებ კაცს, რომელსაც ექნება სამამაცო ზნე, იმ წუთში გააქტიურდება ავთანდილი. და იტყვის, რომ მე ვარ ეგ კაცი. მე ვარ მეფეო ის კაცი, რომელსაც შეუძლია სამამაცო ზნეში თქვენ შეგეჯიბროთ. ხო, რას აკეთებს ეს ავთანდილი ამით? ავთანდილი გახარებულია რომ თინათინი გამეფდა. კი ბატონო, ეს წერია ვეფხისტყაოსანში, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან რთულად აქვს საქმე, იმიტომ რომ ავთანდილს უყვარს თინათინი და თინათინი თუ გიყვარს, თინათინი მეფეა. თუ გინდა ეს ქალი მოიყვანო ცოლად, ესე იგი შენ უნდა გახდე არაბეთის მეფე. იმიტომ რომ კი თამარს მოიხსენიებთ ჩვენ მეფედ, მაგრამ დავით სოსლანიც მეფეა. ანუ თანამეფეები არიან ისინი, დავით სოსლანი და თამარი ორივე არიან საქართველოს მეფეები მაშინ. ორივე ერთად აწერს ხელს მეფის სახელით. ორივე ერთად მოიხსენიებიან. აი ხაც გახსოვთ პროლოგში, ჯერ შეკებულია დავით სოსლანი, ვის ჩვენის ლომს სახმარება შუბისაფარში მშელი მეფის ამზის თამარის, მეფის მზის თამარის ლომი არის დავით სოსლანი, სხვა საისტორიო წყაროებშიც ასეა მოხსენიებული. და მე თამარი, ანუ ორივე თანაბრად არიან შეკებული, უნდა თამარი რა თქმა უნდა მაინც უფრო მეტად და. ხო უყურეთ რა არის საქმე. როგორც კი ავთანდილი იტყვის, რომ მე მაქვს ეს სამამაცო ზნე, როგორც ჩანს ეს მთელი სპექტაკლი სოკრატესა და როსტევანს შორის დაიდგა სწორედ ამისათვის, რომ ავთანდილმა თავად გამოთქვა სურვილი. ამოთქვამს ავთანდილის სურვილს და ხო უნდა შეეჯიბრონ, ერთმანეთს უნდა გამოვლინდეს ავთანდილის სამამაცო ზნე, მაგრამ როგორ გამოვლინდეს სამამაცო ზნე ხალხო, როდესაც ომი არ არის? ხო ძალით ხო რა დახავენ ომს? სად უნდა გამოვლინდეს სამამაცო ზნე, თუ ომი არ არის? ნადირობაში, რა თქმა უნდა. და მიდიან სანადიროდ. მაგრამ სანამ სანადიროდ წავლენ, ერთი მთავარი დეტალი უნდა შევნიშნოთ ჩვენ. როგორ მოვიდა ავთანდილი სანადიროდ წასასვლელად. მას ყელზე უკეთია ოქროსფერი რიდე, ხოლო ტანზე აცვია ძოწისფერი შესამოსილი. ორივე არის სამეფო ატრიბუტი. სამეფო კარის მეტს არავის იმის ტარების უფლება არ აქვს. და კაცი სანადიროდ იმით კი არ მოვიდა, ჩემსავით ხაკისფერი პერანგით, რომ იქ რაღაც არ გამოჩნდეს. არა, წითელი შესამოსელით, იმიტომ რომ განაცხადია ეს პირდაპირ, მან იცის რომ მეფეა. უნდა იყოს იმსახურებს. ამით რუსთაველი ამკვიდრებს საერთოდ ახალ ფილოსოფიას, იმიტომ რომ ასე იგი, ნახეთ, არისტოკრატია, ეს არის მართვის მოდელი, როდესაც სამეფო ძალაუფლება გადაეცემა მას, ვისაც ეკუთვნის. ანუ ან ძმას, ან შვილს,
გვარით. მაგრამ არსებობს მერიტოკრატია. ესე იგი, როდესაც ტახტს იღებს ის, არავისაც ეკუთვნის, არამედ ვინც იმსახურებს. ანუ რუსთაველი გვეუბნება, რომ ავთანდილი არ არის სამეფო გვარის, არ არის სამეფო სისხლის, მაგრამ ის იმსახურებს იყოს არაბეთის მეფე. იმიტომ რომ საუკეთესოა ახლა არაბთა შორის. აი ამ 7 სახელმწიფოს ჭირდება საუკეთესო კაცი. და წავიდნენ სანადიროდ, ინადირეს ავთანდილმა აჯობა როსტევანს, წერია რომ აჯობა ძალიან 120-90 იქ გახსოვთ ამოცანა არის, X-ით ამოსახსნელი ამოცანა არის, აჯობა, მაგრამ ეს რო აჯობა კიდე უფრო გამოვლინდა რაში იცით, აი იმ დღეს იყო თამაში. პარი სენ-ჟერმენი ეთამაშებოდა ბაიერნს. ხო ვიღაცებმა ალბათ უყურეთ ამ თამაშს, ხო? ხო და კი მოუგო პარი სენ-ჟერმენმა ბაიერნს 5-4, მაგრამ კიდე უფრო მეტად მოუგო ჩემი აზრით, რატო იცით? იმიტომ რომ პარი სენ-ჟერმენმა რაც დაარტყა, კარში ყველა გაიტანა. და ბაიერნმა ბევრი დაარტყა, მაგრამ გაიტანა 4. აი ეგრე არის როსტევანის და ავთანდილის ამბავიც. ავთანდილმა რაც ისროლა, ყველა მოარტყა. და როსტევანმა ყველა ვერ მოარტყა. თან წააგო და თან ბევრიც გაუცუდდა თურმე. ამიტომ მოკლედ ძალიან აჯობა ავთანდილმა. გაუხარდება. რა თქმა უნდა, გაუხარდება, იმიტომ რომ ამით მან იპოვა კაცი და გადაჭრა პრობლემა. აი ის ეჭვის ჭია, რომელიც თავში გაუჩინა სოგრატმა, რომ კი თინათინ დასვიმეფეთ, მაგრამ კაციც არის საჭირო. აი აქ მოგვარდა, თან ყველას დაანახა, რომ აი ეს გამოდგება ეს კაცი მეფედ. მაგრამ ხო უყურეთ რა არის საქმე. ესე იგი, ჩვენ რომ აქ რაიმე არ შევცვალოთ ახლა. გამოდის რომ ეს ნაწარმოები უნდა დამთავრდეს. აი აქ რომ პრობლემა არ ჩნდებოდეს, ეს ნაწარმოები აქ დამთავრდებოდა. იმიტომ რომ ეს იქნებოდა კარგი კეთილის ზღაპარი, როგორ მოიპოვა ღირსეულმა რაინდმა მეფობის უფლება. აი ეს ამბავი იქნებოდა და დამთავრდა. მაგრამ არა, ასე არ ხდება. ჩნდება დიდი შავი წერტილი. კაცი შავი ცხენით. ეს არის ტარიელი. უცხო მოყმე. ეს შავი ცხენი განსაკუთრებით ხაზგასმულია, იმიტომ რომ ავთანდილი თეთრ ცხენს ეზის. თეთრი კარგია, შავი ცუდია. ხო, ესე იგი ეს კაცი პრობლემად შემოდის ტექსტში. ახლა მე სულ მიკვირდა, სანამ კარგად არ დავაკვირდი, რომ რამ გადარია როსტევანი ასე, ამ კაცის ნახვაზე. რა იყო ამისთანა? მაგრამ ერთი წამი ახლა დავაკვირდეთ, როგორ არის აღწერილი ტარიელი. და მე მივხვდებით. ესე არის აღწერილი ასე. რაღაცა ლომივი თუ დიდი და ძლიერი, ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ყავს არაჩვეულებრივი ცხენი, რომელიც კაცო მარგალიტებით არის. ცხენია მარგალიტებით შემოსილი. კაცი კი არა, ცხენი. ესე იგი უმდიდრესი კაცია და თანაც არ გავს არაბს. იცნეს რომ არ არის, არა ხო უცხოა და ყველაზე საინტერესო რა არის, იცით? ტანზე აცვია ცხოველის ტყავი, ვეფხის ტყავი. კაცო, ახლა ვეფხის ტყავი რა, ახლა შუა საუკუნეებია, ხო შეიძლება ახლა ცხოველის შესამოსელი ახლა მაშინ არ არსებობს, ხო, დიზაინერები არ არიან და ტანის ამოსი ასე ყველა ფეხის ნაბიჯზე არ იყიდება და შემოაცვდა ამ კაცს, ხო შეიძლება ამდენ სიარულში და ჩაიცვა ცხოველის ტყავი, შეიძლება. მაგრამ ცხოველის ტყავს თუ ჩავიცვა მე, ჩავიცვა მუგუღმა. ანუ ბეწვი მექნება შიგნით, რომ გავთბე. ეს გარეთ რატომ აქ ეს ბეწვი? ესე იგი მე შენ მინდა გაჩვენო ეს, რომ ეს მაცვია. ესე იგი რაღაცა სიმბოლოა ეს. რისი სიმბოლოა ესა? ეს ახლა ამის სიღრმისეულ ახსნას ჩვენ გავაკეთებთ აუცილებლად, რისი სიმბოლო შეიძლება იყოს და რატო ქვია საერთოდ ამ ნაწარმოებს ვეფხის ტყავსანი, მაგრამ ახლა ერთ რამეს დავაკვირდეთ, რას ხედავს როსტევანი და ავთანდილი. ხედავენ, რომ კაცს აცვია ვეფხის ტყავი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ის შეიძლება იყოს ინდოეთის სამეფო კარის წარმომადგენელი, იმიტომ რომ ინდური სამეფო კარის სიმბოლოა ვეფხის ტყავი. ან მეორე ვარიანტია სხვათა შორის. არსებობს ასეთი შეხედულება, რომ ვეფხის ტყავს ძველ აღმოსავლეთში, შუა საუკუნეების აღმოსავლეთში აცმევდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს დიდი დანაშაული. მაგრამ ეს მაღალი წოდების კაცია, მისი მოკლა არ შეიძლება დასჯა და სასჯელი არის ასეთი, რომ ჩააცვამენ ცხოველის ტყავს და განუტევებენ მას ქალაქიდან, იმიტომ რომ ყველა ნახოს, რომ ეს დამნაშავეა. ტარიელმა რა დიდი დანაშაული ჩაიდინა?
არის დანაშაული ჩაიგდო. დაფიქრდით. კაცი რომ მოყოლეს. უდანაშაულო კაცი მოკლა კაც. მასე ხო არა? ინფორმაციის გამო, ხო? არა, ეს ავთანდი. არა, მე გეუბნები ხვარაზმელი უფლისწული ნესტანის გამო. მოკლა ტარიელმა რა, აბსოლუტურად უდანაშაულო კაცი მიპარვით. ხო. სტუმარი მოკლა ხალხო. სტუმრის სიკვდილი საქართველოში ეს უზარმაზარი პრობლემაა. ხო. ამიტომ შეიძლება ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ეს ამ კაცის ვეფხის ტყაოსნობაში დევს ძალიან ბევრი სიმბოლო. ხა მე მის აზრს სიტუაცია ვეფხის ტყავი ამასაც გეტყვით. ამას ხედავენ. ახლა ერთის ჩვენს თავზე გადმოვიტანოთ. გაიხედეთ აივნიდან. და ხედავთ თქვენი აივნის ქვეშ ის ფიზიკურად ძალიან ძლიერი კაცი, რომელსაც აცვია უცნაური და ძალიან ძვირადღირებული კოსტიუმი. ბრილიანტებით ყავს თავისი მაღალი გამავლობის Range Rover-ი შემკული და მიუხედავად ამ რეგალიებისა, ჯუზის და ტირის კაცო. იმ წუთში ხო და გაინტერესებს, რომ აი როგორ მოახერხე ახლა ძმაო შენ, რომ ამცეთი მდიდარი ხარ, ასეთ ძლიერი ხარ და სატირლად გაიხადე საქმე. რა ჯანდაბა გჭირს ამისთანა. თანაც ტირის არა უბრალოდ არა ვიღაცის დასანახად. არამედ ეგეთი ტირილი მეორე არ არსებობს ქართულ ლიტერატურაში. პირდაპირ წერია უყურეთ რა. ცრემლსა ვარდი და ეთრთვილა გულსა მდუღრა დანატირსაო. ისეთი მწარე ცრემლებით და ცხარე ცრემლით ტირის თეთრი ზოლი დაამჩნია, როგორც თრთვილი ტოვებს თოვლის, ესე იგი ყინული, როგორც კვალსაც ტოვებს მცენარეზე, ფოთოლზე. წარმოგიდგენიათ ხალხო, როგორ ტირის ეს კაცი. და ახლა უყურეთ რა შეიძლება საქმე. გაგზავნა როსტევანმა მონები. ჯერ ერთი მონა მიუგზავნა, დაუძახეო მოვიდეს ჩემთანო. ვერ ვიცანიო ჩემი ლაშქრის წევრად და მოვიდეს ჩემთან. ხო, მეფეს თავისი ინტერესი აქვს, გარდა იმისა, რომ გაიგოს ვინ არის, მის სასახლესთან კაცია მოსული, კაცო. როგორ მოვიდა? ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. კაცი არის მარტო. შუა საუკუნეებში ადამიანი მარტოა ასეთ ადგილას, ეს ნიშნავს, ის უნდა იყოს წარმოუდგენელი ძალის პატრონი, იმიტომ რომ გადარჩა. 100 მეტრს ვერ გაივლი შუა საუკუნეებში მარტო, იმიტომ რომ დაგლიჯავს რაღაცა ცხოველი, კაცო. არ არის ასეთი მარტივია გამბა. ხო და დაინტერესებს და მივა ეს მონა და ელაპარაკება და ის ყურადღებას არ აქცევს. საერთოდ. საერთოდ ყურადღებას არ აქცევს. ანუ არ ესმის. არ ესმის, მაგრამ თან რა არ ესმის? ერთი კაცს ლაპარაკი არ ესმის კი არა. თქვენ წარმოგიდგენიათ აქ რა ხდება? როსტევანია, რომ არაბეთის მეფე არის სანადიროდ წამოსული თავის ლაშქრით. ელიტური ქვედანაყოფი ყავს, ვინც მისი დაცვა არის, იმის გარდა მარეკები. და ისე კი არ ნადირობდნენ არაბეთის მეფეები, როგორც ქართველი მონადირეები დადიან ერთი ძაღლით. ისინი სანადიროდ დადიოდნენ გაწვნილი ავაზებით. წარმოგიდგენთ დიდი ცხოველებით. ეს სიამოვნება რო ეყურებინათ ესთეტიკა. ესე იგი ეს ცხოველები ხმა, აბჯრიანი ამდენი ადამიანი, ნადირობა, ერთი ამბავი, ამგაც არაფერი არ ესმის საერთოდ. თუნდაც იმ აბჯრის ხმაო. თუნდაც რა თქმა უნდა. რატომ? რუსთაველი არ ტოვებს არაფერს განუმარტავად და გვეუბნება ასეთ რაღაცას. სხვაგან ქრის მისი გონება, ან მეორენაირად არის სხვაგან ქნის მისი გონება, მისმა თავისმა წონამან. ესე იგი, მისმა თავისა წონამან. ესე იგი, მისი თავის წონამ და მისი გულის წონამ, წონარას ნიშნავს პრობლემა, რომელიც აი აქა და აქ აქვს გულსა და გონებაში, ისეთი მძიმეა, რომ მისი გონება სხვაგან წაიღო. სხვა დროსა და სივრცეშია საერთოდ. და არც ახსოვს რა ხდება გარშემო. რეალობას ვერ აღიქვამს. ისეთი მძიმე პრობლემა აქვს. და ეს ასე რომ არის, ამას ჩვენ ნახავთ 4 წლის მერე, როცა იპოვის როგორც იქნება ტარიელს ავთანდილი და იქ ეუბნება რომ მე ის კაცი ვარ, გახსოვსო იქო რომ ჩვენ რომ ნადირობდით შენ და თავიდან ვერ იხსენებს ტარიელ, დაჭირდება რაღაცა დრო იმის გასახსენებლად. ახლა თქვენ ხანდახან შეიძლება გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ ვეფხის ტყაოსანში აღწერილი რაღაცა ამბები. რომ აი ახლა ტარიელი ყვება სასიყვარულო ამბავს, ყვება გესმით და გული შეუწუხდა და მეც მეჩვენებოდა, სანამ არ გავაცნობიერე ორი რამე. ხალხო, მე ერთხელ სულ პატარა ბიჭი ვიყავი და ვიღაცა გოგო შემიყვარდა. არც სახელი ვიცოდი მისი, არც გვარი ვინ იყო, სად იყო, რა უნდა და არ ვიცოდი. კურორტზე ვისვენებდით ერთად.
აი სერიოზულად გეუბნებით, რო შევხედავდი დედამიწის ზურგზე ყველაფერი მავიწყდებოდა. არაფერი არ მაინტერესებდა საერთოდ. აი ფილმებში რო არის ეფექტი გახსოვთ, რო იბლარება ეს სივრცე და მარტო ერთი ის რო აი მე მემართებოდა რეალურად. და მაგასაც რო თავი დავანებოთ, კაი შეიძლება თქვათ რომ ბავშვი იყავი. კარგი. მე მაქვს ნანახი, როგორ შეწუხდა ერთი ბიჭი ჩემი ერთი მეგობრის დანახვაზე. დაინახა ეს გოგო და შეწუხა, გულწავით. სერიოზულად გეუბნებით. აი მინახავს. ამიტომ ჩემთვის არაფერი გასაოცარი არ არის ის რაც ვეფხისტყაოსანში წერია. და ახლა არ მითხრათ ელეთმელეთი არ მემართება ვიღაცის დანახვაზეო. ჩაიხედეთ თქვენს გულში. რატომ ის დისკური და რატო ბრუნდება და რა სჭირს და თუ ვაშკაცია ეს რატო გამოსწესა. გვეგონა დაგული დრამა იყო. ცუდად არის ეს კაცი ძალიან. ხო მივედით იმ პოლიციამდე და ახსენეთ რატომაც არ შეგოდა ამის. ძალიან ცუდად არის ეს კაცი. ძალიან ცუდად არის, რადგან მას მიაჩნია, რომ მისი დანაშაულის გამო დაიკარგა მისი ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ახლა როგორ ეს არ უნდა გამოსცადო ადამიანმა ალბათ. თორე ვერ მიხვდები სხვანაირად. მაგრამ ასეა. ან გერმილია ფაქტია. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერი დაკარგა. აბსოლუტურად ყველაფერი დაკარგა. ახლა იცით როგორი რაღაცა არის? ნახეთ, ჯერ ერთი. ახლა ბავშვებს სულ აქვთ ხოლმე მეც მათ შორის როცა თქვენი ხის ვიყავი რომ აუ ტირის ეს კაცი და რა ატირებს როგორ შეიძლება ვაჟკაცი ტიროდეს ჯერ ერთი ვაჟკაცი უნდა ტიროდეს იმიტომ რომ კონდეს გრძნობები თორე თუ ადამიანს გრძნობა არ აქვს ი ადამიანადაც არ ვარგა მე ამასწინად ერთი ფილმის ერთ პატარა მონაკვეთზე ვიტირე იმიტომ რომ შესანიშნავია როცა მზიან ღამეს პროსტად მე მხედავ მზეს უყურებ და იქ არის ეს მონაკვეთი მასწავლებელი რომ ელაპარაკება ხატიას და ვერ მიხვდება რომ ეს გოგონა უსინათლო და მე როგორ ამხნევებს ეს ნაომარი კაცი ამ ბავშვს ტირილი მოგინდება ნამდვილად ხო და ტარიელს აქვს სატირლად საქმე ავთან დილსაც ხანდახან მაგრამ მე ახლა თქვენ მოგაგონებთ ერთ რაღაცას შეიძლება არ დაკვირვები ხართ პირველი სიტყვები თელს ვეფხისტყაოსანში ტარიელის პირველი სიტყვები არის ასეთი ის ასმათ ეუბნება გამოქვაბულის წინ რომ დაო ასმათ ხიდნის ღვასა ჩაგვიცვიდეს ვეღარ ვესწრათ ჟამიერად მას ვისიცა ცეცხლი გვწვიდეს ანუ ეს კაცი ამბობს პირდაპირ რომ ნესტან დარეჯანი არის მკვდარი იმიტომ რომ 3 წელი რომელიც მნიშვნელოვანია ესე თუ რამე საპოვნელია 3 წელიწადში უნდა იპოვო ვეფხისტყაოსნის მიხედვით და თუ ვერ იპოვი მაშინ საჭირო არის მოვიდეს ავთანდილის ხელა ვიღაცა და იმან იპოვოს. ახლა მე ასე ოსტატურად გადავედი იმაზე ვინ არის, რა თქმა უნდა მკვდარი გონია. მკვდარი გონია. აი ასე ახლა ჩვენ მივადექით იმ ამბავს ვინ არის ავთანდილი. მე გეტყვით რომ ავთანდილის ნაირი იდეალური პერსონაჟი არ არსებობს მეორე. ახლა რატომ? ავთანდილის შესახებ რუსთაველი ჩვენ ერთგან ასეთ სიტყვებს გვეუბნება. ყმა სოფლისა ხასიათი. სოფელი არის ეს? ამა სოფელი, ესე იგი, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. ანუ ადამიანთა საცხოვრებელი, ქვეყანა. აი რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანებს, რომელიც არის მრავალფეროვანი. რუსთაველისთვის ქვეყანა არის უმნიშვნელოვანესი რამე. ადამიანთა საცხოვრისი. იმიტომ რომ რუსთაველი არის პირველი, ვინც გამოდის ქართულ ლიტერატურაში და შეიძლება მსოფლიო ლიტერატურაშიც და ამბობს რომ იქამდე ქართული აზროვნება როგორია, რომ ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ღმერთს, ადამიანის ცხოვრება უნდა ემსახურებოდეს ღმერთს. ჰაგიოგრაფია ხო? რა არის ხო? შენ ცხოვრობ იმისათვის რომ იაზროვნო და იფიქრო მხოლოდ ღმერთზე. რუსთაველი გამოდის და გეუბნება რომ არა, ღმერთს ისიც უნდა რომ შენ ამ ქვეყნადაც ბედნიერი იყო. ამ ქვეყნიური რომანტიკული სიყვარული განიცადო. რა თქმა უნდა. ოღონდ ამის პარალელურად შენ იქნები ყველაფერს შენსაზე პასუხისმგებელი. შენს დანაშაულებზეც, შენს ბედნიერებაზეც შენ იქნები პასუხისმგებელი. ესმით? ამიტომ აი რო დავაკვირდეთ ახლა ჩვენ ხანდახან ვეფხისტყაოსანში წუთი სოფელზე რო არის ლაპარაკი და საწუთროზე. იქ ნახავთ რომ ესეთ რაღაცა წერია რომ ესე იგი კაცსა ღმერთი არ გასწირავს შენგან განაწირსაო. წუთი სოფელს ეუბნება რუსთაველი რას ნიშნავს კაცო? წუთი სოფელში თუ ადამიანი გაწირულია რა ღმერთი არ წყვეტს ამას?
არა რუსთაველი გეუბნება რომ არა შენ აქ მართლა თავისუფალი ხარ შენია ეს შენი გადასაწყვეტია ახლა თქვენთვის უფრო გასაგებად რო ავხსნა მე ეს კითხვით რას ნიშნავს ალბათ რამდენიმე თქვენგანს უყვარს ბეჭდების მბრძანებელი აი აქ არის როგორი სიტუაცია იცით სამყარო არის შუახმელეთი ქვია რომელიც შექმნეს ღმერთებმა არიან უზენაეს ღვთაებები ამ მითში ასე ვთქვათ თანამედროვე მითში და აღმოჩნდება ისე რომ სიკეთე და ბოროტება დაუწყებს ერთმანეთს ბრძოლას სიკეთის მხარეს არის ერთი ჯადოქარი რომელსაც ქვია გენდალფი ხო და გენდალფის ძალები რო შევისწავლოთ ჩვენ ნახავთ რომ გენდალფს შეუძლია ეს ერთხელ დაარტყას და მთელი ბოროტება განადგურდება მაგრამ 3 საათნახევრიანი ფილმი არის და არაკეთებს გენდალფი ამას და შენ ნერვები გეშლება რომ რა დაარტყი რა ეს ერთხელ და დამთავრდა არ შეიძლება ღმერთებმა ის გამოგზავნეს შეზღუდული ძალებით იმიტომ რომ ადამიანთა საცხოვრისში ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ბოროტებას აღუდგება წინ თუ მიემხრობა ბოროტებას ასეთია ეს სამყარო ასეთია ვეფხისტყაოსანშიც შენი გადასაწყვეტია რას გააკეთებ თავისუფალი ნებით ხარ ამ ქვეყანაზე მოსული და ეგ ერთი მხრივ ხო ძალიან მაგარია მაგრამ ძალიან რთულია ნეტა ვინმე აგებდეს ჩემს აქციელებზე პასუხს ძალიან რთულია ხო და მაგრამ აი ამ სამყაროს და ამ ქვეყნის და ამ მრავალფეროვანი ქვეყნის იდეაო ამბობს რუსთაველი არისო ავთანდილიო ყმა სოფლის ახასიათი რას ნიშნავს ხალხო ეს იცით რომ ხო არსებობს ღმერთის მიერ ადამიანებისთვის შექმნილი სამყარო და ცალკე არსებობს ავთანდილი და ამ ავთანდილში არის ჩადებული მთელი აი ამ სოფლის იდეაო გეუბნება ჯო რა არის ამის თანაკაცო ასეთი როგორი უნდა იყოს ადამიანი რომ ეს თქვას რუსთაველმა მასზე რას წარმოადგენს ასეც ეს კაცი ხო ეს კაცი არის იდეალური ადამიანი რატო არის იდეალური ადამიანი იმიტომ რომ ამ კაცის კისერზე დაეკიდება აი ამ ღმერთის მიერ ადამიანებისთვის მოცემული ქვეყნის გადარჩენა ეს არის მხსნელი პერსონაჟი რას გულისხმობს ახლა ეს მხსნელი პერსონაჟი რასაკეთებს ავთანდილი მოდი დავაკვირდეთ კაცი არის რომელსაც აქვს ცხოვრებაში მიღწეული ყველაფერზე აბსოლუტურად არის არაბეთის მხედართმთავარი ყველა პატივს ცემს უყვარს ქალი ამ ქალსაც უყვარს ეს და ეს ქალი ვინც უყვარს და ვისაც უყვარს არის არაბეთის მეფე და ახლა 5 წუთში არაბეთის მეფე გახდება თვითონაც ცოტა ხანი და იდეალური ყველაფერი აქვს ყველაფერს მიაღწია და აი ამ ყველაფერს მიღწეულ კაცს ეუბნებიან რომ ახლა შენ წადი და ვიღაცა კაცი ეძებე ახლა ერთი წამით თოფიქდეთ რო ეთქვა არაო ჩვენ პირველ ხმახა რა თქმა უნდა ვერ იტყვის არას ვერ იტყვის არას მაგრამ თქვენ ხვდებით რას წირავს ის ყველაფერს ახლა არარაობა რო იყო და ხვდებოდი რომ არარაობა ხარ შეიძლება გაწირო თავი მაგრამ ყველაფერი რო ხარ დედამიწის ზურს და ყველაფერზე რო გაქვს მიღწეული რა რთულია თავი გაწირო წარმოგიდგენიათ რა თინათინმა დაავალა რა თქმა უნდა მაგრამ რატომ დაავალა რა უნდა თინათინს აი ეს ამ თავარი კითხვა რა შეიძლება ესე იგი შეიძლება შენ თავარი კაცი სოფლის ხასიათი გაწირო ერთი კაცის მოსაძებნად ეს შეიძლება ესე იგი ეს არაა მიზანი ვიღაცა კაცის პოვნა არაა მიზანი აი ეს კაცი არის სიმბოლო რომ ესე იგი ნახეთ როგორი ფილოსოფიაა გატარებული თუ ერთი კაციც კი უბედურებაში არის ბედნიერება ვერ შედგება ნახეთ ვერც ხელისუფალისთვის ხედავთ ამიტომ ჩვენის კაცი უნდა ვიპოვოთ და დავამტკიცოთ რომ ნახეთ როსტევანი რას იტყვის მეო ესე იგი ღმერთმა ეს ეშმაკეული გამომიგზავნა ხოცელი არ იყო და თინათინი უპასუხებს რადემდური ყოველთათვის ტკბილად მხედსა ყოველთათვის ტკბილად მხედი ნიშნავს რომ ღმერთი არის მხოლოდ სიკეთის შემოქმედი ის არ ქმნის ბოროტებას და ესე იგი რა გამოდის როსტევან რომ ის ვინც ყველასთვის სიკეთე შექმნა შენთვის ცალკე გამოიგონა ბოროტება და გამოგიგზავნა ეს ხო ასე არ არის ხო ეს ხო ასე არ არის ეს ხომ ასე ვერ იქნება და აი ამის დასამტკიცებლად აგზავნიან მთავარი ქრისტიანული აზრი უნდა შედგეს რომ
ბოროტებას დაამარცხებს სიკეთე. აუცილებლად. და წავიდა ავთანდილი. ავთანდილი არის ცარიელი გონიერება. ახლა რატო? მე ასეთი ცივი გონებით მოაზროვნე ადამიანი არ მინახავს. ერთი წამით წარმოიდგინეთ მართლა ესეთი რაღაც. ოღონდ მართლა წარმოიდგინეთ, რომ წარმოადგენთ ასეთ ადამიანს, ამ ხელა პიროვნებას, რომელსაც ყველაფერი გააჩნია და გაგიშვეს და გითხრეს, რომ ახლა შენი ბედი, რომელსაც ამდენი ხანი ქმნი და ყველაფერი რომ ძლივს მოიპოვე, არის დამოკიდებული იმაზე, ერთ კაცს იპოვი თუ ვერა. 3 წელში. ხო. ყველაფერი არის შენზე დამოკიდებული. აი ამ კაცის პოვნაზე. და ეძებ ამ კაცს 3 წელიწადი. 3 წელიწადი ეძებ ამ კაცს და თვითონ ეს კაცი კი არა, სხვა კაციც კი ვერ იპოვე, რომელსაც საერთოდ გაგონილი ქონდეს ამ კაცის ვინაობა. ხო გამწარდები, გამწარდებულები ხართ ახლა თქვენ, ხო ეძებთ ამას და გამწარდით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთი თვე არ დარჩენილი, 3 უფრო 3 თვე არ დარჩენილი იმ ვადაში, იმ 3 წელში და თან შენ ნათქვამი გაქვს ასეთ სიტყვები, შენს ვეზირს, შერმადინს დაუბარე, რომ 3 წელიწადში თუ არ მოვალ, მუთხარ როსტევანს რომ მოვკვდი. ხო როგორია კაცო ეს რა ინდისთვის არის ღირსების საკითხი ხა მე დაბრუნდეს და უი არა იცით ბოდიში და კი არ მოვკვდი ცოცხალი ვარ აუ ეგ არ გამოვა და მე თან ვერ შეასრულო დავალება ატყვილად აყიალობდი 3 წელიწადი იქ სამეფო დატოვე შენ მხედართმთავარი ხარ იმ ავთანდილმა მოატყუა იქ როსტევან მე წავალო ვინაპირებო და ესე იგი სალაშქროდ წავალო ასეთი ეგ იყო საქართველოს ისტორიაში ასეთი პერიოდი ჩვენ რო დავდიოდით სალაშქროთ იქით იყო ესე იგი ლაშაგერი რო დაიბადა ზაქარია მხარგზელის წერილია თამარ მეფის მიმართ რომ წავალთო და ვილაშქრებთო და უფლისწულის გაჩენას ყველას გავაგებინებთო მე ირანში ილაშქრეს ისე ტყვილა ასეთ პერიოდიც იყო რაც იმასაც ამტკიცებს რომ როცა ძალა გქონდა ჩვენც კაი ძალმომრეები ვიყავით ჩვენ რო არ მოგწონს ზოგიერთი ჩვენი მეზობელი ისტორიიდან ან თუნდაც ახლანდან არ უნდა მოგწონდეს რა თქმა უნდა მაგრამ ის უნდა გახსოვდეს რომ ძალა რომ მიეცემა ადამიანს თვითონაც შეიძლება მოიქცეს ასე ხო ესე იგი რა გამოდის იპოვა ამ კაცმა როგორც იქნა დაინახა 3 თვე აქ დარჩენილი და ვიღაცები შეხვდნენ გზაში და უთხრეს რომ აი ეგერ შავი ცხენით მიდის ვიღაცა კაციო და ამან მიხვდა რომ ეს არის ახლა დაფიქრდით და თქვენ გულს ჩაიხედეთ რას გააკეთებთ 3 წელიწადი ეძებთ და ყვირილს ხო ატეხავთ. არ იქა არ წახვიდე. მოდი აქ. ხო? რა თქმა უნდა ლოგიკურია. მაგრამ ავთანდილი ასე არ იქცევა. იმიტომ რომ ეს არის ცივი გონების ადამიანი. იმ წუთშივე. როგორ იცნეს ხის სულთან, ხო? ხო. იმ წუთშივე უზარმაზარი ემოცია მოთოკა. და თქვა რომ ამას ვინც ახლოს მივიდა მასთან. იმო ყველას ჩხუბი აუტეხა. კი არა ეშინია რა თქმა უნდა კაცო მაგრამ ანუ მომკლას არ იქნების საქმე სრულად იმიტომ რომ ამას დავალებული აქვს რომ შენ მოკიდე იმ კაცს ხელი ყურში მაგალითად და მოიყვანე არაბეთში ვერ გავაკეთებ ამას თუ მომკლავს ან მე მომკლავ ამბობს ავთანდილი და ამიტომ ჩუმად მიყვება უკან ეს არის ცარიელი გონება ახლა მოდი ასეთ რამე ვთქვათ საერთოდ ლიტერატურაში არსებობს ჩემო კარგებო ნასესხობები. გითხარით უკვე. ლიტერატურა ერთმანეთისგან რაღაცეებს ესხულობს. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ რუსთაველის გენიალობაც არ იყო საკმარისი ავთანდილის ხელა პერსონაჟის შესაქმნელად. და ახლა მე გეტყვით კიდე როგორია მაგალითად ნასესხობები ქართულ ლიტერატურაში. მაგალითად არსებობს მე-19 საუკუნეში დაწერილი მოთხრობა სამანიშვილის დედინაცვალი. ხო, ზოგიერთმა შეიძლება იცოდეთ. სამანიშვილის დედინაცვალში გვაქვს ასეთი ამბავი, არის გმირი პლატონ სამანიშვილი, გაღარიბებული აზნაური, რომელმაც უნდა იპოვოს, ცხენი ყავს ამ კაცს, ცხენი მეზობლისგან ანათხოვარი, საწყალი ცხენი პავლია ღომიაშვილისგან ინათხოვრას, შეჯდომა არ შეიძლება ამ ცხენზე. ისე დღეშია ეს ცხენი. ისე მიყავს სახელისთვის, რომ თვითონ ცხენი ყავს, თორე ზედ დაჯდომა არ შეიძლება. ხო და მიდის და უნდა იპოვოს ორნაქმარები და უშვილო დედინაცვალი იმერეთის სოფლებში. ანუ მან ზუსტად არ იცის ეს ქალი არსებობს თუ არა. პლატონ სამანიშვილი ისე მიდის რომ არ იცის ეს ქალი არსებობს რომ უნდა მოძებნოს. ახლა მე ზუსტად ამ თვისებებით თქვენ დაგიხასიათებთ
მე-16 საუკუნის ესპანეთში ერთ ლიტერატურულ პერსონაჟს. დონ კიხოტე თუ გაგიგიათ ვინ იყო? ხო? გაღარიბებული აზნაური იდალგო. ერთი საწყალი გაძვალტყავებული ცხენით, როსინანტი ქვია, მიდის ქალის საძებნელად, რომელიც არ იცის არსებობს თუ არა, დულცენია ტობოსელი. გესმით? როგორ ნახეთ, ესე იგი დავით კლდიაშვილმა, ჩვენმა საყვარელმა მწერალმა მე-19 საუკუნეში ისესხა მე-16 საუკუნის ესპანეთიდან ლიტერატურული პერსონაჟი. ჩააცვა მას ჩოხა და გაუშვა იმერეთის სოფლებში. ქვედურეთში კონკრეტულად დადის ეს ჩვენი დონ კიხოტი. გაიმერელებული დონ კიხოტი. ასეა. ახლა ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება გაოგნებით შემომხედოს, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ მაგალითად ეს პლატონ სამანიშვილი თან ავთანდილი და ტარიელიცაა. იმიტომ რომ მას ყავს დისკმარი კირილე მიმინოშვილი, ყველაზე აბეზარი კაცი მთელ ქართულ ლიტერატურაში. მე მყავდა ეგეთი კლასელი ერთი. კირილე მიმინოშვილის ნაირი. კი აბსოლუტურად მე ქუთაისში ცხოვრობდი, ქუთაისში დავიბადე, გავიზარდე და ასე რომ იქ ბევრი არიან კირილე მიმინოშვილები. ზოგადად ქართული ხარ. კი. ხო და კირილე მიმინოშვილი ყავს, რომელიც დასდევს პლატონს გამოყვება ამ საქმეზე. კირილეს ბოდიში და სულ არ აინტერესებს იპოვის თუ არა, ახლა ის რა ქვია. პლატონ სამანიშვილი ორ ნაქმარევ დედაბერს, მაგრამ кейფი უნდა და ცოლი არ უშვებს. და მიზეზად მოიდებს, რომ მე ჩემს ცოლის ძმას უნდა დავეხმარო. და მე იპოვიან ისინი მესამე კაცსაც. არისტო ქვაშავიძეს. და ეს სამი კაცი ერთად ერთი ძალიან მინგრეული სახლიდან წინასწარი შეთანხმებით მოიტაცებენ ერთ ქალს. არ გავს ახლა ეს ნესტან დარეჯანის ქაჯეთის ციხიდან გამოხსნის ძალიან ირონიულ სცენას. ხო? რა თქმა უნდა. და მეცაც გეტყვით. ლუარსაბ თათქარიძეც არის ავთანდილი და ტარიელი. ოღონ ძალიან დეგრადირებული. უკვე ძალიან სხვანაირი, სხვა ტყავში და სხვა. რა თქმა უნდა. დარეჯანი ქვია ლუარსაბის ცოლს, ხო? მაგრამ მაგის გარდა ნაწარმოებს რა ქვია? კაცი ადამიანი. იცით საიდან აიღო ილიამეს სიტყვები? ავთანდილმა უთხრა ეგ ასმათს გამოქვაბულში რომ შევიდა და ასმათი შეშინდა ვინ არის ეს უცხო კაციო? ავთანდილმა ამ სიტყვებით დაამშვიდა. კაცი ვარ ადამიანი. ანუ ხორციელი არსება ვარ, ადამიანი ვარ. და კაცი ვარ ნიშნავს იმას, რომ ღირსებები გამაჩნია და არაფერს არ დაგიშავებ. აი ეს რომელიც მე-13 საუკუნეში ავთანდილი იყო, ყმა სოფლის ახასიათი, მთავარი კაცი, დედამიწის მთავარი ადამიანი. ხედა რას გავს მე-19 საუკუნეში, აი ამას გეუბნება ილია. აი ამასთან ემსგავსაო თავადაზნაურობა და მაგიტო ითხოვდა ილია, რომ გაუქმებულიყო ეს ინსტიტუტი. სმით ამაშია საქმე. ეს საცოდავი ამან. როგორ მოვედით ეს? მე-12 საუკუნეში თუ ამას თელევიზიებით ამბობს ავთანდილი. და უკვე აგერ მე-19 საუკუნეში ყავს ესეთი უკვე დამახინჯებული. მე მგონი ვიცი მაგაზე პასუხი. დიახ, ამიტომ იცით რა არის ჩემო მეგობრებო? ქართველები ხშირად მომხვდართ ისეთ სიტუაციაში, რომ ომი წაგვიგია. ხდებოდა ასე რა ვქნათ. ისეთი მეზობლებს გვარგუნებდა ხოლმე ბედი, იმათ ჩვენ კი არა ერთმანეთს ვერ ძლევდნენ და ჩვენ როგორ უნდა მოგვეგო იმათთვის ომი და გვიპყრობდნენ. მაგრამ ვებრძოდით. მე რო დაგვიპყრობდნენ, თავიდან აჯანყებებს ვაწყობდით, მე ხვდებოდით, რომ ახლა ამ აჯანყებებს არა აქვს აზრი და გავთითოკაცდებით კიდე ასე თუ გავაგრძელეთ. ვეგუებოდით ამ მდგომარეობას, ვიწყებდით ცხოვრებას იმპერიებში და მე ერთ იმპერიას მეორეს გადავკიდებდით და ასე ვასუსტებდით და მე როდესაც გავიდოდით, გავეტეოდით სადღაც და თავისუფლებას მოვიპოვოთ და ასე იყო მთელი ჩვენი ისტორია. მე-19 საუკუნის დასაწყისამდე. როდესაც ჩვენ ავდექით და აღარ ვიბრძოლეთ. და ჩვენი სამეფო ჩავაბარეთ პოლიტკორექტულად რო ვთქვათ, ჩვენს მეზობელს. ჩვენი საკეთებელი რა არის გადაძეფეთ და ლუარსაბის და დარეჯანის თითო თვისებას ყველა ქართულში აღმოაჩინეთ. კი ბატონო, კი. ესაც მე ვიხდები ისე რომ 21 საუკუნეა რომ ვასწავლით ამ ნაწარმოებს, სულ ვეუბნები რომ დაფიქრდე შენში, ჩემში, ყველგან არის ეს რაღაცა პატარა ცრუ ფაციფუცის, ცრუ არქიტექტურის სიცრუის მთელი ნაკადი. ბუზების დათვლა. ბუზების დათვლა. კი, ეს ხო. ყველაზე კარგად გამოხდის.
ხო და აი ილია გვეუბნება მაგას, რომ როდესაც შენი ქვეყნის თავისუფლება დათმე ქვეყნის, ანუ ადამიანის სიცოცხლე არის სული და ქვეყნის სიცოცხლე არის თავისუფლება. და მოუკიდებლობა, თუ ქვეყანა დამოუკიდებელი არის, ის არის მკვდარი. შენ ესე იგი თავი მოიკალი. და მკვდარი არის, მკვდრად შობილი არსება არის ლუარსაბ. ლუარსაბ სული არ აქვს. ხო, არაცდენს, ხო, რა თქმა უნდა. სული არ აქვს. არ შეიძლება ადამიანს სული ქონდეს და ის იყოს ლუარსაბ თათქარიძე. ვერ იქნება, შეუძლებელია. ანუ სული არ აქვს ამ კაცს, სული დაკარგა. და ილია მაგიტო ბედავს. ამაზე ლაპარაკს. იმიტომ რომ ნახე როგორი რაღაცა არის, ჩვენ ყველა შვილებად აღვიქვამთ თავს ქვეყნის, მამულის შვილი, ასე ვამბობთ, ხო? და ილია არის მამა. ესმით? და როგორც მამას აქვს უფლება გითხრას საყვედური. და დაგიწეროს ბედნიერი ერი და გითხრას რომ გავხარ ლუარსაბ თათქარიძეს. ამ მშობელს აქვს ამის თქმის უფლება საკუთარი შვილისათვის და ეუბნება ამას საქართველოს ილია ჭავჭავაძე, იმიტომ რომ ასეთი არის, ასეთი მამა არის ის. შემოქმედი აი ამ დღევანდელი საქართველოს იქ ეყრება იმას საფუძველი. ამიტომ კარგად გაიგეთ ილია ჭავჭავაძის საქმეები. თუ გინდა თქვენ გააცნობიეროთ დღევანდელი საქართველო რა არის და თქვენ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში და თქვენ ეს ქვეყანა უნდა გააკეთოთ. გააკეთილშობილოთ. ამის გასაგებად ისევ ილიას ფორმულა არის, ხო? მომავალი აწყვოშობილი წარსულიდან არის საწინდარი მომავლისა. ხო, ესე იგი თქვენ უნდა გაიგოთ თქვენი წარსული. რაც არ არის მარტივი, იმიტომ რომ არ არის ბევრი წყარო. ამიტომ ბევრი უნდა ეძებოთ. ხო, ასე რომ აი ეს ჩვენი ავთანდილი არის აი ასეთი რანგის პიროვნება. მაგრამ ახლა გასაგებია რომ ესენი ავთანდილები და ტარიელები რო არიან, გავიგეთ ქართულ ლიტერატურაში. აბა ხა ამ ხელა გავლენას ვინ გაუძლებდა ფხისტყაოსნისას, რომ ისინი არ წამოეყვანათ და არ შეექმნათ მათი პროტოტიპები ქართულ ლიტერატურაში, მაგრამ მაშინ თვითონ ავთანდილი ვინ შეიძლება იყოს? აი ამას დავფიქრდეთ ახლა. ესე იგი უყურეთ წმინდა გონება და კაცი რომელიც სულ მოგზაურობს. არის ასეთი კაცი მსოფლიო ლიტერატურაში? არის. არის ასეთი კაცი მსოფლიო ლიტერატურაში, მას ქვია ოდისევსი. პირველი პოემები რო დაიწერა ევროპულ ლიტერატურაში, ძველ ბერძნულად, ჰომეროსი იყო ასეთი კაცი, მან შექმნა პერსონაჟი ოდისევსი და ოდისევსი არის წინარე სახე ავთანდილისა. ახლა რატომ? ისიც ასეთი გონიერი არსება, ისიც ძალიან ბევრს მოგზაურობს სახლში დასაბრუნებლად, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ცით რა არის? მთელი ოდისეა, პოემა რო წაიკითხოთ, ნახავთ რომ ყველაფერი, რასაც ხედავთ, რასაც კითხულობთ, ხდება ოდისევსის თვალწინ. აბა ვეფხისტყაოსანს შეხედეთ? იპოვით ვეფხისტყაოსანში ადგილს, რომელიც ავთანდილის თვალწინ არ ხდება. ერთი თავია პატარა მარტო. როდესაც სოგრატს გააგზავნის როსტევან მეფესთან უთხარი მაგასო, რომ მეო ვიპარებიო. და ის სკამს ესვრის სოგრატს როსტევანი. მაგრამ აი მანდ ჩანს კიდევ ერთი რაღაცა. ავთანდილი წავიდა როგორც წმინდა გონება, ცარიელი ჭკუა. და აი ამ მოგზაურობიდან იგი ბრუნდება კიდევ უფრო ამაღლებული. ახლა რა შეიძლება კიდე იყოს სოფლის ახასიათი, რა უნდა იყოს ახლა? კიდე რაღა უნდა დაბრუნდეს უკან, კიდე როგორ უნდა ამაღლდე და ისე მაღლდება, რომ ყველაზე ჭკვიან კაცთან მივა სოგრატთან და ეტყვის რომ წადიო მეფეს უთხარი რომ მე ვიპარებიო, იმიტომ რომ მე არ გამიშვებსო და მან ქონემას ქთამს გადაგიხდიო ამის გულის ფულს მოგცემო და სოგრატი ეტყვის რომ კი აბა როგორ არაო კაცო მომკლავსო მე ის კაციო და რა თქმა შენი ქთამი და ფულიო და თან რას შეიპარებიო შენ აქ ვალდებულებები გაქვს შენ ქვეყნის მხედართ მთავარი ხარ ავთანდილი ეტყვის რომ მეო იმ კაცო პირობა მივეციო არიალს სულიად უცხოს იმიტომ რომ იმანო რა თქმა უნდა იმან ჩემთვის თავი გასწირაო ციტი გასწირა ტარიელმა თავი ავთანდილისთვის გამოქვაბულიდანაც არ გასულა ის კაცი მან ტარიელმა ავთანდილს მოუყვა ის რისი მოყოლისასაც შეიძლება ტარიელი მომკვდარიყო ესმით ამიტომ ეს არის უზარმაზარი თავგანწირვა ფაქტობრივად თავი გაწირა ტარიელმა ავთანდილისთვის იმისათვის რომ ავთანდილმა შეასრულოს ის მისია რა მისიაც აქვს დაკისრებული რომ გაიგოს ეს კაცი ვინ არის მაგრამ ახლა მოდი ასეთი კითხვა დავსვათ ესეც შეიძლება თქვენ ცოტა ხელოვნურად გეჩვენებოდეთ
ესე იგი, შეხედა ტარიელმა ავთანდილს და მორჩა, შეუყვარდათ ერთმანეთი და გახდნენ ძმები, რანაირად, ხო? როგორ? აი, მან და არის მთავარი აზრი ჩადებული ამ ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი აზრი. ვეფხისტყაოსანი არის პირველი ნაწარმოები ქართულ ლიტერატურაში, რომელიც გველაპარაკება სიყვარულს. აბა დაფიქრდით. იქამდე სიყვარული არსებობს მხოლოდ ღმერთის. და რუსთაველი ჩვენ გვიწერს კიდევაც პროლოგში, რომ მას ერთ სამიჯნურებასა ჭკვიანი ვერ მიხვდებიან ენა დასვრების მსმელნისა, ყურნიცა დავალდებიან. მთელი ჰიმნოგრაფიის ტრადიცია გვაქვს ჩვენ ღმერთზე ნაწერი ჰიმნები, ლექსებად. მაგრამ რუსთაველი ამბობს, რომ ამის გამოთქმა შეუძლებელია თქვენ ჭკუაზე ხო ხართ. ეს შეუძლებელია ამ სიყვარულს და პირველი სიყვარული, ყველაზე მთავარი სიყვარული, რაც ღმერთს გააჩნია ადამიანის მიმართ და ადამიანს ღმერთის მიმართ, ამის გამოთქმა შეუძლებელია. მაგრამ ამ სიყვარულს აქვს გამოვლინება ადამიანურ სიყვარულში, მიწიერ სიყვარულში, იმიტომ რომ ღმერთის მიერ ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი არის ეს უნარი, მან მისცა ადამიანს სიყვარულის უნარი. ეს არის ღვთაებრივი უნარი. და ამ ღვთაებრივი უნარით, დიახ. აი ამ დროს სულ ვახსენებ ხოლმე ერთ-ერთ ცნებას, არ ვიცი რამდენად სწორი ვარ, მაგრამ ეგრევე ასოციაციურად მივდივარ, რომ გიყვარდეს მოყვასის შენი. რა თქმა უნდა. არავინ არ გავალდებულებს, მაგრამ მთელი მთავარი ცნება ეგ არის. რასაკვირველია. საერთოდ უცხო ისე შეგიყვარდეს, რომ მისთვის თავი დასწირო. რა თქმა უნდა. არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ ის შენ ხარ და მაგით. ერთი და იგივე ხართ და იმიტომ. ესე ერთი იდეაა ეს, ადამიანის ერთი იდეა და იცით როგორი რაღაცა არის? არანაირი აზრი არა აქვს ჩემო მეგობრებო, რიტუალურ ჭეშმარიტებებში ყოფნას თუ კი მოყვასი არ გეყვარება. ეზიარე რამდენიც კი და ჩააბარე ახსარება და დაიჩოქე და ურტყი თავი მიწას. თუ არ გიყვარს მეორე შენაირი, არანაირი აზრი არ აქვს. თავარი არის ეგ. მაგრამ არც იმის გარეშე არ შეიძლება. აი ეს არის მიხდით? ხო და როგორ მოხდა ეგ ამბავი, რომ აი ამან ეს დაინახა და ეგრევე შეუყვარდა. როგორც ჩანს, ვეფხისტყაოსნის ავტორი ცდილობს, რომ ჩვენ სიყვარულის უნარი წარმოგვიდგინოს როგორც რაღაც სუპერ ძალა. რომ თითქოს ეს სიყვარულის უნარი მხოლოდ აი ამ ოთხმა ადამიანმა აღმოაჩინა. გესმით? ისე წარმოიდგინეთ სამყარო, რომელიც არსებობს, მაგრამ აი იქ სიყვარულის უნარი ადამიანებს არ აქვთ. გესმით? სხვას ვინმეს იქ ერთმანეთი უყვარს. აი ფატმანს აწყავს ქმარი, მაგრამ არ უყვარს. ხო? გასაგებია ფატმანის არ უყვარს ის კაცი. რატო არ უყვარს, რატო ღალატ? ვინ უყვარს ასმაც? არა. ნუ რომანტიკული სიყვარულით არა. რომანტიკული სიყვარული. რომანტიკული წყვილება. ხო, არა, რატომ არ არის? რატო არის მაგალითად ფარსადანს ხო ყავს ცოლი? როსტევანსაც ხო ეყოლებოდა ცოლი? ხო და არ არის აღწერილი მათი სიყვარული, იმიტომ რომ ესე იგი როგორ არის იცი რომ რუსთაველი შენ გეუბნება რომ ეს არის რაღაცა ახალი სამყაროში სიყვარული. ადამიანთა შორის სიყვარული, რომელიც ამათმა იპოვეს და აღმოაჩინეს. ამათ აქვთ ეს სუპერ ძალა და როგორც ჩანს, აი იმან ეს იცნო. ტარიელმა ეს იცნო, როცა დაინახა ავთანდილი. რომ აი ესეც ფლობს ამ სუპერ ძალას, რასაც ქვია სიყვარული. აი ამით უნდა ახსნათ ჩვენ ეს ამბავი. ახლა მე ერთ რაღაცასაც გეტყვით და მე თქვენ მოგისმენთ. რატომ შეიძლება ერქვას ამ ნაწარმოებს ვეფხისტყაოსანი? ახლა რატო ვსვამ მე ამ კითხვას? იმ პერიოდის ლიტერატურას ჩვენ რო გადავხედოთ, წავალთ აღმოსავლეთით თუ წავალთ დასავლეთით და ვნახავთ პოემებს, ქალებისა და მამაკაცების სიყვარულზე. აი რა ქვიათ ამ პოემებს? ლეილი და მაჯნუნი, ფაჰრადი და შირინი, იოსები და ზულეიხა, შამი და ფარვანა. ხო, აქეთ ევროპაში ტრისტანი და იზოლდა, ან რომეო და ჯულიეტა, მაგალითად, ხო? და უცებ შუაში ვეფხისტყაოსანი, რა შუაშია? რატო არ ქვია? ტარიელი და ნესტანი, ნესტანი და ტარიელი, რატო არ ქვია? რა არის აქ დამალული? ძალიან კი ბატონო, არც ისინი არ ეხება მარტო სიყვარულს. არც ისინი არ ეხება მარტო სიყვარულს, მაგრამ ძალიან ბევრი არის დაწერილი იმის შესახებ, რატომ ქვია ამ ნაწარმოებს ვეფხისტყაოსანი. ეს ამაზე ცალკე წიგნებია ნაწერი.
მე გეტყვით აი ამ უამრავ ინტერპრეტაციათაგან ერთს, რომელიც ძალიან მომწონს. პირველ რიგში ვთქვათ, რატო აცვია ამ კაცს ვეფხის ტყავი, რატო ჩაიცვა. ის ამბობს ეგეთ რამეს ტარიელი ავთანდილთან საუბარში, რომ მე როდესაც დავინახე ნესტანი უკანასკნელად, ის გავდა პირ გამეხებულ ვეფხვს. გაბრაზებული არის ნესტანი, იმიტომ რომ ცulis რომ ტარიელმა უღალატა და ნება დართო ფარსადან სხვა კაცზე მიათხოვონ ტარიელი და გამწარებული არის. და ნახეთ, ესე იგი ნესტანი ისეთი ტიპი არის, რომელიც გაბრაზებული გავს ვეფხვს, პირ გამეხებულ ვეფხვს. ქვეწვავით კლდის ანაპრალსა ვეფხი პირ გამეხებული, გესმით? სხვათა შორის თამარ მეფის სახე მარტო თინათინი არა ამ პოემაში. ესტანდარეჯანიც არის თავისი ვეფხის სახით. როგორც ჩანს, თამარმა ცუდი გაბრაზება იცოდა. და ეგ გამოჩნდა კიდევაც მისი პირველი კი, რა თქმა უნდა. ეგ გამოჩნდა კიდევაც მისი პირველი ქმრის ასპექტებში, გიორგი რუსის ამბავში, როგორ გააპანგურეს საქედან. რაღაც არ მოეწონა თამარს, როგორც ჩანს. ხო და ამიტომ ვეფხის ტყავიო მის სახედ დამისახავსო. ასე ამბობს ტარიელი და ამიტომ ჩავიცვი მე ვეფხის ტყავი. მაგრამ ამაზე უფრო ღმაში ნარსიც არსებობს. ახლა უყურეთ რა არის ეს. იმ პერიოდის სპარსეთში იყო მწერალი ნიზამი განჯელი. სპარსული პოეზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელი. სპარსულ პოეზიაში ბევრი მნიშვნელოვანი სახელია, ერთ-ერთი არის ნიზამი განჯელი. მან დაწერა პოემა ლეილი და მაჯნუნი. რა არის ახლა ეს პოემა? არის ახალგაზრდა კაცი, კაისი, რომელმაც დაინახა ახალგაზრდა ქალი ლეილი და შეუყვარდა. და ნაცვლად იმისა, რომ მივიდეს ლეილს და უთხრას, რომ წამოდი წავიდეთ კინოში, მან ნაცვლად ამისა, კაისი გაიჭრება ველად. და ცდილობს, აი, გამოხატოს თავისი სიყვარული, რაღაც სასწაული გრძნობებით, მაგრამ სხვა შორის, ვეფხის ტყავის ავტორის ნოუ-ჰაუ, სიახლეები ამაშიც მდგომარეობს, რომ ის არაჩენს შაბლონურ სიყვარულს, რომელიც იმ პერიოდის აღმოსავლურ ან დასავლურ ლიტერატურაში გვაქვს. ხო, დასავლურ ლიტერატურაში მაგალითად გვაქვს ჩვენ ტრუბადურული სიყვარულის დოქტრინა, სიტყვაზე ვთქვათ, როგორც არის, მაგალითად რაინდთა სიყვარულის კოდექსი არსებობს, რომელშიც მაგალითად არაფრით არ შეიძლება რაინდმა უღალატოს თავის სატრფოს. ისე კარგად უღალატებს ავთანდილი თავის სატრფოს, როგორც დაგიბარებიათ და მე ნამდვილი ქართველი კაცივით ადგება და იტყვის, მე არ მინდოდა, მაგრამ ასე იყო საჭირო. ასე ამბობს. ხო, ასე ამბობს. საჭირო, უბრალოდ საჭირო იყო საქმისთვისო. მე ჩემბრელი არ არის. ასე ამბობს, ხო? სხვათა შორის აქვე გეტყვით, რომ ვეფხის ტყავსანი არ შეცდეთ არასდროს და არ წაიკითხოთ როგორც ძალიან უშეცდომო პერსონაჟების ლიტერატურა. არა, პირიქით. ეს არის ღვთაებრივი ენით დაწერილი ამბავი ადამიანურ შეცდომებზე. ადამიანები არიან ადამიანური გრძნობებით. აბა რა, კაცო, ნესტანი გზავნის წერილს ტარიელს ქაჯეთის ციხიდან. თელ გეგმას მოუყვება, აქა და აქ მოდიო, ამდენი კაცი დგასო, აქ ამდენი მცველი არისო, თელ სტრატეგიას დაუხატავს, როგორ უნდა გაათავისუფლოს ტარიელმა ნესტანი ქაჯეთის ციხიდან და ბოლოს მიაწერს, რომ მაგრამ ესენიო ისეთი ძლიერები არიანო, შენ ამათო ვერ მოერევიო. და აქ მოსული არ დაგინახო, თორე გული წამივა იცოდეო. თელი ამბავი მოუყვა, როგორ უნდა გაათავისუფლოს და მე ვთქვა არ მოხვიდე. გაგახსენდა ზოგ-ზოგი ერთის საქციელი. ასე არის. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქალია და იმან თავი უნდა დაიფასოს. და თანაც ნახეთ რა შეუბნება ესენი შენზე ძლიერები არიანო. ამას ეუბნება პარანორმალურ კაცს, რომელიც წავიდა და ხატაელების მთელი რაზმი დაამარცხა მარტო. წაიყვანა მთელი ლაშქარი ტყვილა და მე მარტო მომხოცა. ამას ეუბნება ტარიელს. თლად არაფერში რა ინტერესებდეს ნესტანი, მარტო იმ მუღამისთვის მივა, რომ ისინი იქ დაამარცხოს. იცის ნესტანმა როგორ არის ტარიელის мотиваცია როგორ ხდება. იცის, ძალიან კარგად იცის. ხო და ახლა ერთ რამესაც გეტყვით, ნახეთ რა ხდება.
აი ამ ნიზამი განჯელმა ეს ნაწარმოები რო დაწერა, იქ არის ასეთი სიყვარული, რომ გადარეული სიყვარული და ეს კაისი პირდაპირ მნიშვნელობით გაგიჟდა ლეილის სიყვარულით. პირდაპირ მნიშვნელობით გაგიჟდა ლეილის სიყვარულით და შეარქვეს კიდევაც სახელად გიჟი. მეჯნუნ. არაბული სიტყვა გიჟს ნიშნავს, აქედან მოდის სიტყვა მიჯნური და გეუბნება კიდევაც ვეფხისტყაოსნის ავტორი მიჯნური შმაგს აგვიქვიან არაბულით ენითავ, ანუ მისი 4 პერსონაჟი არ არიან ნორმალურები იმ პერიოდის ადამიანთა აზროვნებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ მაშინ როგორია სიყვარული, ნახეთ, შენ ხარ მაგალითად დედოფალი და გეუბნებიან შენ ხარ დედოფალი, უნდა წაყვე ცოლად ბურგუნდიის პრინცს. მაგალითად ჰანსს. შენ ამბობ, რომ მე არ მინდა ჰანსი, მიყვარს ემზარი. ისინი გეუბნებიან, კარგი ბიჭია ემზარი, მაგრამ შენ ხარ დედოფალი, ემზარი არავინ არ არის. თუნდაც ემზარი იყოს ძალიან მაგარი კაცი. არავინ არ არის ემზარი, ბურგუნდიის პრინცს უნდა გაყვე ცოლად. შენ თქო, არა, არ გავყვები ბურგუნდიის პრინცს, მიყვარს ემზარი. კიდე ერთხელ გეტყვიან და მე გეტყვიან გიჟი ხარ. იმიტომ რომ რა დროს სიყვარულია, როდესაც წინ დგას სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი. და თუ მაინც დაიჟინებ, რომ არა მიყვარს ემზარი, გეტყვიან რომ ხარ გიჟი. გესმით? აი ასეთი გიჟებად არიან მიჩნეული კი, რა თქმა უნდა. ავთანდილ ტარიელი, ნესტანი და თინათინი. და აი ეს კაციც ნიზამი განჯელის პოემიდან არის მეჯნუნ, გიჟი. მაგრამ ამ სიტყვას სხვა ეტიმოლოგიაც გააჩნია არაბულ ენაში და ეს არის შემოსილი, გარემოცული, ასე ქვია. გარემოცული. ახლა მას ექნება მნიშვნელობა. ვეფხისტყაოსნისთვის. კი. ახლა უყურეთ რაში არის საქმე, ნახეთ, იმ პოემაში არის ესეთი ადგილი. ერთხელ კაისმა, ანუ მეჯნუნმა, ნახა კედელზე წარწერა. ლეილი და მაჯნუნ, ვიღაცის დაწერილი. აი თამთას პლუს გიორგი უდრის შეყვარებულებს დაახლოებით ეგ დონეა რა, მაგრამ ვიღაცამ დაწერა. ლეილი და მაჯნუნ. და რომ ნახა ეს წარწერა, მივარდა და სახელი ლეილი წაშალა. თუ გაუკვირდათ, როგორ კაცო შენ რა ლეილის სიყვარული გულიდან ამოიღე? არაო, კაისმა უთხრა, არა მომიღია. აბა რატო წაშალე? და კაისი ამბობს, მე და ლეილი ვართ ერთი და იგივე პიროვნება. ამიტომ ერთ საგანს ორი სახელი არ სჭირდება. კარგი გასაგებია ეტყვიან, აი ამ სიყვარული ესეთი უნდა. და ისეთი რუსთაველთან როგორც არის, მკვდარი ტარიელი გაცოცხლდა, რო გაიგო ნესტანი ცოცხალიაო გაცოცხლდა. მკვდარი იყო და გაცოცხლდა. მეტი რა გითხრას იმ კაცმა. ხო და მაშინ ეკითხებიან კაის, რატომ არ წაშალე მეჯნუნი, რატო წაშალე ლეილი, დაგეტოვებინა ლეილი? არა, მეჯნუნი ამბობს. იმიტომ რომ იქ ხო არ ეწერა კაისი, იქ ეწერა მეჯნუნი, ანუ იქ ეწერა შედეგი, რადაც გადაიქცა კაისი ლეილის სიყვარულის გამო. გასაგებია? ანუ რა გამოდის, რომ ეს არის ერთ სახელში გამოხატული ორი ადამიანი. მეჯნუნობა არის მდგომარეობა კაის პლუს ლეილი. გესმით? ახლა მოდი ასე გადმოვთარგმნოთ აქეთ. ესე იგი, ვეფხისტყაოსნის ავტორმა მიხვდა ამ კონცეფციას. და როდესაც შექმნა ვეფხისტყაოსანი პერსონაჟი, ვეფხისტყაოსანი არ არის მარტო ტარიელი. ვეფხისტყაოსანი არის ტარიელს პლუს ნესტანის სიყვარული. და გამეჯნუნა, იმიტომ რომ შემოსა ნესტანით. ხო შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ასე არის. ტარიელს აცვია ნესტანი. კი, აი ესე არის. დაახლოებით ასე არის, ხო? მეორე ის კონცეფცია მოსმენილი, რომ თქვათ, როდესაც შენ ზიხარ ვეფხისტყაოსზე, შენ მართავ შენს გრძნობებს, რაღაცა მაგდაგვარი კი, აღმოსავლეთში ძალიან ბევრი სიმბოლოა ვეფხი, ძალიან ბევრი რამის სიმბოლოა ვეფხი. ხო და ახლა უყურეთ რაში არის საქმე. თავად ნიზამი განჯელმა ეს ფილოსოფია შექმნა, მაგრამ ვერ მიხვდა იმას, რომ ნაწარმოებს უნდა დაარქვას მეჯნუნი და არა ლეილი და მეჯნუნი. მაინც ტრადიციის მიხედვით დაარქვა. აი რუსთაველი მიხვდა ამას და ნაწარმოებს დაარქვა ვეფხისტყაოსანი, რითიც რა გააკეთა, იცით? აი შევაჯამოთ ახლა ვთქვათ, რომ აი ამიტომ არის ყველაზე დიდი, იმიტომ რომ რა გააკეთა, იცით? დაწერა 1600 სტროფი.
გენიალური პოემა. მე ამას მოკიდა ხელი, შეკუმშა და ჩასვა ერთ სიტყვაში და აი ამ სიტყვის მხატვრული ღირებულება ზუსტად უდრის მთელი პოემის მხატვრულ ღირებულებას. აი ფიზიკაში დაახლოებით როგორ არის, ხო? ჩვენ დედამიწა რო შევკუმშოთ და დავიყვანოთ ერთ წერტილამდე, მასა მისი სხვა იქნება და მოცულობა სხვა იქნება, ხო? წონა. აი ამ სიტყვის სათაურის წონა უდრის მეფხისტყაოსნის წონას და კიდე ერთგან აქ ეგეთ რამე გაკეთებული. რატო დაწერაო რომ ეცხოვიანი. მე ამდენი ვილაპარაკე და ამდენი ამდენი არ დაეწერა. ორი სტროფით ეგ ითქმება ასე. გინდათ გითხრათ როგორ ითქმება ორი სტროფით. დაგინახე შემიყვარდი, დავდნი ღორის ქონივითა. ასე ითქმება ორი სტროფით. ხო. ახლა წარმოიდგინეთ მექანიზმი არის ერთ და იგივე. იმ კახელმა კაცმა რომელმაც ეს თქვა არანაკლებ უყვარს ის ხალი ვისაც უთხრა ვიდრე ტარიელს უყვარს ნესტან დარეჯანი რა უფლება გვაქვს ჩვენ ვთქვათ რომ ამას ნაკლებად უყვარს არა უყვარს მაგრამ უბრალოდ რუსთაველის დონეზე წერა არ შეუძლია მეტი არაფერი იმას ხალხი სიტყვებით გამოვა გესმით აი ამაშია საქმე ხო და ხო ჩვენ მაკითხვა რომ დავსვათ ამდენი რატო დაწერა ამასინათ დამთავრდა გამოცემა გალაქტიონის ტომების 25 გამოვიდა ჯამში რატო დაწერა ამდენი და მე გიკითხებით შეეძლო რომ არ დაეწერა არ შეეძლო და შეეძლო? აბა რატო დაწერა? შენ რო გაგამწაროს? შეიტყვები რომ მოისმინოთ გაკეთებული რა. მაგიტო დაწერა რომ შენ გაგამწაროს? ანჯვადა რომ დააგიქვა ეს. ხო. ასე არის ჩემო კარგებო. თავიცი ბევრი რამის თქვა მინდოდა კიდე თქვენთვის. მაგრამ ახლა მოგისმენთ თქვენ თუ რაიმე კითხვა გაქვთ. ეს სკოლა რო დამთავრდება, კიდე თუ გადაშლიან მერე და მერე, ხო? ეს ძალიან დიდი ამოცანაა ჩვენ. უნდა გადაშალოთ ხალხო, უნდა გადაშალოთ. ხანდახან გადაშალეთ ხოლმე შემთხვევით. ხო, სადაც ხდებით იმ დროს. და წაიკითხეთ, რატო იცით, ძველი აღმოსავლელები ასე იყენებდნენ თავის იგავის წიგნებს მაგალითად. გადაშლიდნენ დილით იგავის წიგნს, წაიკითხავდნენ იგავს და მერე ცდილობდნენ იმ დღეს იმ იგავის მიხედვით ეცხოვრათ. მე მგონია საინტერესო. შუა საუკუნეებში უფრო ადრეც. შეიძლება დღესაც აკეთებს ვინმე. აი ის იგავი რა ფილოსოფიაც იმ იგავში იქნებოდა, იმ დღეს აღმოეჩინათ ეგ. ანუ აღმოსავლელებს უყვართ ძალიან იგავები, მაგალითად აქვთ ერთი ასეთი იგავი, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ერთი კაცი გადაწყვეტს გახდეს საუკეთესო შვილდის მსროლელი საერთოდ. ოღონდ ეს საუკეთესო მიაჩნია, რომ ყოველთვის უნდა მოარტყას 10-იანში, აი ეგ უნდა. და ბევრ მასწავლებელთან ივლის და ვიღაცა ასწავლის შვილდის მოზიდვას, ვიღაცა ასწავლის ისრის გამოთვლას, ვიღაცა ასწავლის ქარის ტრაექტორიის განსაზღვრას, გესმით? მაგრამ არტყამს, მაგრამ სულ 10-იანში ვერ არტყამს. და არა უნდა ის უნდა მაინც და მაინც. და დაიწყებს ძიებას დადის რა და ეძებს და აღმოჩნდება ერთხელ ერთ სოფელში და ტყეში გაივლის და ნახავს რომ ყველა ის არის, ყველა ხეზე არის მორტმული სამიზნეში. და აუ გაგიჟდება რომ ვიპოვე როგორც იქნა. და იქვე ზის ერთი გოგო, პატარა გოგო. თხუპნია გოგო ასე წერია, თხუპნია გოგო ზის. და იმ გოგოს კითხავს რომ აი ეს ოსტატიო საცხოვრობს რომელიც ამას აკეთებს, ეს გოგო ახედა, მაგას მე ვაკეთებ. თქვენ წამიდეთ იმედგაცრუების მასშტაბი ყველანაირი არსებობს, მაგრამ როგორ მთელი ცხოვრება რო გეძებ ის შენ როგორ ხარ? ეს კაცი გაუგნდება. ამას როგორ აკეთებ? და ეს გოგო რა არის მაგაში გასაოცარი რაღაც? ვის არს, მოვარტყამ ხეს, მივარ მე და შემოვხაზავ. მიზანი არის ესმით? ხანდახან რაღაცებს უფრო მარტივად უნდა შევხედოთ ცხოვრებაში, ვიდრე უყურებთ. მე ხის ყოველთვის სწავლასაც მათ შორის ალბათ. ხო, მაგას იცახე.